მაშა ასე ქვეყანაში 5 დღიანი გლოვა სრულიად ეირი თუ ბერი ჭირის უფალია გისამძიმრებს საქართველოს, რადგან მიწიერიდან ზეციურ სამყოფელში ინაცვლებს ის, ვინც ლამის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ქარტეხილების დროს გზას უკვალავდა ჩვენს ქვეყანას, ქარტეხილები კი ნამდვილად არ დაგკვლებია. Როგორი იქნება საქართველოს ილია მეორის გარეშე, ამას ისტორია ცალკე შეაფასებს, იქამდე კი ვემშვიდობებით სულიერ მამას, რომელმაც ხალხი ეკლესიებში დააბრუნა, თავად ეკლესიას დაუბრუნა. ავტოკეფალია იყო ყველა დროის, ყველა რეიტინგებში მოწონების მაჩვენებლის უპირობო ლიდერი, ადამიანი, რომელსაც ენდობოდა არა მხოლოდ მართლმადიდებელი ქრისტიანი, არამედ სრულიად განსხვავებული რწმენის წარმომადგენლები და ათეისტებიც კი და კაცი, რომელიც მიშვიათ საზოგადო მოღვაწეთა შორის იყო, რომელსაც ჩვენს საუკუნეში ლექსებს უძღვლიდნენ. აი, ასეთ პატრიარქს ემშვიდობება და უკანასკნელ გზაზე გააცილებს საქართველოს 22 მარტს, მისი საბოლოო განსასვენებელი კი იქნება სიონის ტაძარი, სადაც 59 წლის წინ 1977 წლის 23 დეკემბერს ის საეკლესიო კრებამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად აირჩია და უწოდა ილია მეორე. მაშასე პატრიარქის 8 წლის მხოლოდ ერთ გადაცემაში ჩატება ბუნებრივი არ რთულია, თუმცა დღეს შევეცდებით, რომ შეძლების დაგვარად სწორედ ეს გავაკეთოთ და ვიდრე სტუმრების შემოგვერთებიან, ვიწყებთ ჩართვით სამების საკათედრო ტაძრიდან, სადაც მეორე დღეა უწმინდესის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. პალტრანიოსის ჟურნალისტი მერაბ პაპაშვილი გვეტყვის, რა არის მოქალაქეების უკანასკნელი სათქმელი პატრიარქისთვის და როგორ გააცილებს ქვეყანა ბოლო გზაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს. მერაბ, საღამოშვიდობის შენ პირდაპირ ეთერში ხარ. მოქალაქეების ნაკადი სამების საკათედრო ტაძარში დღეს მთელი დღის განმავლობაში არ წყდება გუშინდელის მსგავსად, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ საღამოს განსაკუთრებით ბევრი ხალხია. ეს ალბათ უკავშირდება იმას, რომ სამუშაო დღის ბოლოს მოქალაქეები მოდიან, რომ ბოლო გზაზე გააცილონ პატრიარქი ილია მეორე. ამ წუთებში იმართება მსვლელობა ავლაბრის მეტროდან სამების ტაძრის მიმართულებით. ამ მსვლელობას მართავენ პატრიარქის ნათლულები, მათ შორის მცირე ასაკის ადამიანები, ბავშვები და აი ამ ფორმით მათ შორის მშობლების გამოხატავენ მადლიერებას მათი ნათლულის პატრიარქის მიმართ. რაც შეეხება აქ არსებულ სიტუაციას, რომელიც იყო დღეს მთელი დღის განმავლობაში, მოქალაქეებს აქვთ ერთი საერთო გზავნილი, რომ ისინი არიან მადლიერნი პატრიარქის მოღვაწეობის გამო. მათ დღეს ყურადღება გაამახვილეს პატრიარქის რამდენიმე მიღწევაზე, მის ღვაწლზე, როგორც ეკლესიის გაძლიერებაში, ასევე ზოგადად ქვეყნის გაძლიერებაში შეტანილ წვლილზე. მათი განცხადებით, მისი ღვაწლი არის ფასდაუდებელი და რომ თაობები გაიზრდებიან სწორედ მის მაგალითზე. დღეს აქ მათ შორის ჩვენ ვნახეთ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც ამბობენ, რომ ეს არის ძალიან მძიმე დღე მთელი ქვეყნისთვის და რომ ამ მძიმე დღეებში აუცილებელია მთელი ერის ერთიანობა. ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც ჩვენ დღეს ვესაუბრეთ, მკაფიოდ ამბობენ, რომ პატრიარქი იყო ადამიანი, რომელმაც მათ უშველა ძალიან რთულ დროს, როდესაც მათ თავს იყო გარკვეული სახის განსაცდელი. საუბრობენ იმაზეც, რომ რომ არა პატრიარქი, მათი ცხოვრება სულ სხვა გზით განვითარდებოდა. იგივეს ამბობენ მათ შორის სასულიერო პირებიც. მათ დღეს ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, რომ პატრიარქი იყო როგორც წესი მთავარი ფიგურანტი იმაში, რომ მათ აირჩიათ ეს გზა, რომ ყოფილიყვნენ უფრო ახლოს ღმერთთან და ამის გამო დღეს კიდევ ერთხელ უხდიან მადლობას ილია მეორეს. რაც შეეხება პროცედურებს, რადგან ძალიან ბევრი ხალხია დღეს მთელი დღის განმავლობაში ტაძარში, აქ ამოქმედებულია სპეციალური რეჟიმი, მოწყობილია ბარიკადები, ჯებირები, რითიც ხდება მოქალაქეების ნაკადის კონტროლი, ასე იქნება უახლოესი დღეების განმავლობაში. სწორედ იმის გამო, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მოდის აქ, 24 საათიან რეჟიმში შეეძლებათ მოქალაქეებს პატრიარქისთვის და მისი ხსოვნისთვის პატივის მიგება. ტაძრის კარი იქნება მუდმივ რეჟიმში ღია და უკვე კვირა დღეს ჯერ გაიმართება საგანგებო ლიტურგია, რომელსაც მსოფლიო პატრიარქი წარუძღვება. ამის შემდეგ კი პატრიარქს გადაასვენებენ უკვე სიონის ტაძარში, სადაც მას დაკრძალავენ. ძალიან ბევრი სტუმარი ჩამოვა დიდი ალბათობით ამ დღისთვის ქვეყანაში, თუმცა საბოლოო სია ჩვენ ჯერ ხელთ არ გვაქვს. ვითარება ახლა არის ასეთი, მოქალაქეების ნაკადი არ წყდება, დიდი ალბათობით ასე იქნება მათ შორის მთელი ღამის განმავლობაში და ასე იქნება უახლოესი დღეების განმავლობაშიც.
ჩვენ არ ვიცით, შეგვიძლია ვნახოთ პრინციპში რა ხდება ადგილზე. ძალიან ბევრი ადამიანი ამ დრომდე დგას ტაძრის მიმდებარე ტერიტორიასთან, ტაძრის გარეთ. ისინი ელოდებიან, როდის მოვა მათი რიგი და როდის შევლენ ისინი უშუალოდ ტაძრის შიდა პერიმეტრზე. ჩვენ ცხადია ვრჩებით ადგილზე და ვაკურდებით სიტუაციას და მათ შორის ველოდებით იმ მსვლელობის მოსვლას, რომელმაც სტარტი უკვე აიღო ავლაბის მეტროსთან და რომელიც ალბათ რამდენიმე წუთში იქნება უკვე სამების საკათედრო ტაძართან. მადლობა მერაბ პალიტრანიუსის ჟურნალისტი მერაბ პაპაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდის დეტალებით. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ პატრიარქისთვის უკანასკნელი პატივის მიგება შეგიძლიათ სამების საკათედრო ტაძარში 24 საათის განმავლობაში. ტაძრის კარი ღია მოქალაქეებისთვის დღეც და ღამეც. ახლა კი თავისუფალი სტუდია და ჩვენი პირველი სტუმარი მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი გაგვიზიარებს პირველ რიგში მის სათქმელს უწმინდესი ძაძა უნეტარესის ილია მეორის შესახებ. ქალბატონო რუსუდან, გამარჯობა და მადლობა რომ გვერდებით. სავარაუდოდ ყველას და ყველას ვიზიარებ, ყველას წუხარებას. ასევე მეც კიდევ ერთხელ ვუერთდები საყოველთაო სამძიმარს სრულიად საქართველოსადმი. ქალბატონო რუსუდან, აი დღეს სწორედ ჩვენი პატრიარქის შესახებ ვისაუბრებთ, მოვყვებით იმ ისტორიებს, რომელიც მასთან ურთიერთობაში დაგვიგროვდა და აი შევაჯამებთ სწორედ მის მიერ ერის სულიერი მესაჭის პოზიციაზე გატარებულ 49 წელს, აი სამწუხაროდ, მაგრამ ილია მეორის ფიზიკურად ყოფნა ჩვენს სამყაროში აი პატრიარქობის თითქმის 50 წლიანი ისტორიის თავზე სრულდება. შესაბამისად კიდევ ერთხელ ქვეყანაში გლოვა ყველა თანხდება იმაზე, რომ დღეს ჭირისუფალია სრულიად საქართველო და რომ ილია მეორის სახით ერთ უდიდესი სულიერი საყრდენი გამოეცალა. აი გითხარით თქვენი სათქმელი პატრიარქის შესახებ. რა არის დღეს ის, რაც ილია მეორის შესახებ უნდა თქვა, როგორია მასთან უშუალოდ თქვენეული ისტორია ურთიერთობის და კიდევ ერთი კითხვა, რაც სწორედ ამ დღეების განმავლობაში ისმის, რა დაკარგა საქართველომ მისი წასვლით. ძალიან დიდი დანაკლისი არის. ყველასთვის მე ძალიან დიდი ხანია, მე პრინციპში 77 წელს მომდე ეჩვევა მოგვილოცა ბავშვებს მისი აღსაყრება და გითხრა რომ განსაკუთრებული პატრიარქი ყავს. პირველად ჩემი შეხვედრა მოხდა 80 წელს 1980 წელს ჩემი გამოფენის შემდეგ დაფუძნდი მეაძიდა საპატრიარქოს რეზიდენციაში, რომელიც იყო სიონის საკათედრო ტაძრის გვერდზე. და მას შემდეგ ეს ადამიანი ყოველთვის დავინახე, რომ ეს არის არა მარტო ჩემი საყრდენი, არამედ ყველა თითოეული ჩვენთაგანი საყრდენი. ეს იყო არა საოცრად ვრცელი, კეთილი, გახსნილი ადამიანი, რომელიც ვინც როგორ მიახლებოდა მას, ზუსტად ისეთივე პასუხს უბრუნებდა. ანუ მიდიოდი ადამიანთან გახსნილი დიდი სიყვარულით, ასეთივე დიდ სიყვარულს გიბრუნებდა. მიდიოდი ცოტა მოკრძალებულად, ასეთივე ხდებოდა ზუსტად. ეს იყო საოცარი პიროვნება, რომლისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო აი წლების განმავლობაში ვიყავი ასე ვთქვათ 12-კაციანი ფონდის, გამკარგულებელი ფონდის წევრი, რომელიც ემსახურებოდა განათლებას, მეცნიერებას, ხელოვნებას და ვთქვათ რაღაცნაირად აი ასე ვთქვათ აი გზა დაკვალიანებას ამ ხალხისა, რომლებიც ასე ვთქვათ რაღაცა თავიანთი პროექტებით მოდიოდნენ, მცირე პროექტებით რა თქმა უნდა და მისი უწმინდესობის მთავარი, ყველაზე მთავარი გზავნილი რაც იყო ყოველთვის ჩვენთან ურთიერთობაში და ჩვენთან საუბრის დროს და ზოგადად რომ განათლება და განათლება ეს არის თითოეული ჩვენთაგანისთვის, თითოეული ქართველისთვის ყველაზე უპირველესი სულიერება და განათლება და სიყვარული. ეს ყველაფერი განათლებული ხარ და სულიერება გაქვს. ფაქტურად სიყვარული თავისთავად მოდის შეგნება, თავისთავად მოდის გულის ხმიერება, თავისთავად მოდის ის ასე ვთქვათ, ის მნიშვნელოვანი გრძნობები თუ ასე ვთქვათ ადამიანური თუ არა ასე ვთქვათ რაღაც ღვთაებრივი ასე ვთქვათ ეს სინერგია მაგ შემთხვევაში ხდება, როცა ადამიანი განათლებულიც არის და სარწმუნოებაც მის გულში არის და სიყვარული არის და ყოველთვის პატრიარქი ამას უსვამდა ხალხს, რომ მნიშვნელოვანია თითოეული ქართველის განათლება, რომ ადამიანები სხვა შორის ბევრჯერ მომისმენია და აი პირად საუბრებშიდაც და ვთქვათ მე რამდენჯერმე
ამბიონიდანაც რომ ნუ მიეჩვევით სიღატაკეს. ანუ იშრომე და შენ თვითონ ქრის სახარებაში როგორც თქვა ბევრჯერ ახსნა რომ სახარებაში არის ნახსენები ქრისტეს სიტყვები რომ შენ ამარჯვნამ შენ გაჭამოს. ანუ როცა შენ შრომობ შენ გეკუთვნის ის შენი ასე ვთქვათ ნაშრომის ნაღვაწის ასე ვთქვათ შედეგი ისე რომ ადამიანები ნუ მიეჩვევით სიღატაკეს. ეს ჩემთვის ძალიან უცნაური ის იყო შურის გზავნილი იყო და ძალიან წლების განმავლობაში ვფიქრობდი რომ რას ნიშნავს ეს და მე მივხვდი რომ მე ვთქვათ რაღაც დროთა განმავლობაში წლების განმავლობაში მივხვდი რომ ეს არის აბსოლუტურად გამართლებული და მნიშვნელოვანი გზავნილი ჩვენი ხალხისთვის რომლებიც შრომობენ და უნდა მიეჩვენ თავიანთი ასე ვთქვათ ნაშრომის ასე ვთქვათ ნაღვაწის ასე ვთქვათ სამკალი უნდა მიიღონ აქედან. Auzi, visi uწმუნესობა იყო არაჩვეულებრივად ვრცელი ადამიანი, რომელსაც ძალიან ბევრი რაღაც ძალიან მრავალმხრივად განვითარებული მუსიკა, ხელოვნება, ქალთორისგან სხვა შორის იმ უამრავ ასე ვთქვათ კარგ დახასიათებას შორის, რომელიც პატრიარქთან მიმართებაში ისმოდა მთელი ამ წლების განმავლობაში და კიდევ უფრო მეტად და აქცენტირებულად აი ბოლო დღეების ფონზე არის ის რომ უწმინდეს ქონდა ადამიანებთან რაღაცა საუბრის განსაკუთრებული უნარი და ალბათ არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვით რომ გარდაიცვალა ადამიანი რომლის სიტყვაც და სიჩუმეც სხვათა შორის მრავალი წლის განმავლობაში მართლაც რომ სულიერი საყრდენი იყო მთელი ქვეყნისთვის. აი რა იყო ეს და აი რა შეიძლება დაერქვას იმ უნარებს რითაც ილია მეორემ ამდენი ადამიანის გულებში ამდენი სიყვარულის დანთება მოდით ასე ვთქვათ შეძლო. ეს იყო ადამიანი რომელსაც ჰქონდა ძალიან დიდი სიმშვიდე. ეს იყო ადამიანი რომელსაც ჰქონდა ძალიან დიდი სიყვარული და ვინც ასე ვთქვათ ვინც როგორ მიახლებოდა მას კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა რომ აი მეცნიერი მიდიოდა მასთან მეცნიერულ ენაზე ლაპარაკებოდა მიდიოდა ჩვეულებრივი რიგითი პენსიონერი რიგითი ადამიანი მუშა ხელოსანი ყველა შეეძლო სხვა შორის გამოყოფილი იყო დღეები და ყველა შეეძლო მასთან გასაუბრება იმიტომ რომ მე ანტრესულში მუშაობდი სახარებაზე და მის დარბაზში რა ხდებოდა მინდოდა თუ არ მინდოდა ჩემ დაუნებურად ყველაფერს მესმოდა იმიტომ რომ სრულიად იმ დარბაზში ვიჯექი მე თვითონაც როდესაც მუშაობდი და ეს იყო ადამიანი რომელიც ყველას თავის ენაზე ესაუბრებოდა და არასდროს თავს არ ამეტებდა არავის არასდროს არ არასდროს არ გძნობინებია რომ ის მათზე ზუსტად იმ დონეზე იმ სივრცეზე იმ ასე ვთქვათ იმ სივრცეში ელაპარაკებდა რა სივრციდან ეს ადამიანი მოდიოდა ეს იყო საოცარი ადამიანი დანამდვილებით შეიძლება ითქვას და რაც თავად ეს იყო მისი უდიდესი სიყვარული კაცმოყვარე ადამიანი იყო უდიდესი სიყვარული ჰქონდა ადამიანის და ეს არის ყველაზე მთავარი რომელიც მას გამოარჩევდა იმიტომ რომ როცა დიდი სიყვარული გაქვს მას ყველაფერს გაგება შეგიძლია ყველაფერი ესმოდა ყველაფერს გაგება შეეძლო ყველაფერს მიხვედრა შეეძლო და თითოეული დეტალი ახლა გამეორე ადგილს და მივარ რომ თითოეული დეტალის შემჩნევა შეეძლო ასე ვთქვათ რა უჭირდა ადამიანს შეიძლება შენ არ გითქვა მისთვის მისულიყავი თქვა რაღაცა შენი პრობლემით და მას სულაც არ გითქვა შენ მისთვის ეს აი თქვა არ გითქვა კონკრეტულად ეს არ სიტყვიერად მაგრამ ის ყოველთვის ხდებოდა და იმ ასე ვთქვათ იმ არხში მიყავდა საუბარი რომ შენ თავისუფლად შეგძლებოდა მე ეს ვთქვათ განთავისუფლება ამ შენი სატკივარის იმიტომ რომ პირველი აღსანება მე ჩემს სიცოცხლეში რაც თქვი ეს იყო მის უწმინდესობას უთხარის ინამდვილეში ეს იყო ჩვენი ომის სამოქალაქო ომის შემდეგ როცა სახარებაძე მუშაობა შეუმთავაზა მან და ეს იყო ასე ვთქვათ მან თქოს ჩემი სახლია რომ ეს შემიძლია ვიყო და ვიცხოვრო რომ ეს რომ შემიძლია ვიმუშაო სახარებაზე თავისუფლად ყოველგვარ ჩანახატების გარეშე ეს მან იცოდა რომ ჩანახატების გარეშე მას ძალიან ბევრ ასებში ერკვეოდა და ძალიან ბევრჯერ მანამდეც რამდენჯერ მივიყავი შეხვედრილი და იცოდა რომ ჩანახატების გარეშე მუშაობ მას ეს ახსოვდა და მითხრა რომ შეგვიძლია ჩანახატების გარეშე პირდაპირ ხელოვნური ბუნებრივ ეტრატზე იმუშაო და თქვათ იყო აი აქ საპატრიარქო
კატორუსუდან საზოგადოებრივ პროცესებში, ცხოვრებაში პატრიარქის როლზეც მინდა გკითხოთ, მით უფრო რომ დღეს საკმაოდ რთული პროცესების და პერიოდის წინაშეა ჩვენი ქვეყანა, პოლიტიკური რყევები, კრიზისები, განხეთქილება პოლიტიკურ სპექტრსა თუ საზოგადოებაში. რყევები და სიძნელეები, რთული ეტაპები ჩვენი ქვეყნისთვის ახალი არ არის, ამის მეტი რა გქონია, მაგრამ აქამდე იგივე ილია მეორის სახელი ბევრისთვის სტაბილურობის სიმბოლოდ მიიჩნეოდა. აი შესაბამისად თქვენი აზრით რა იქნება ახლა, როცა ის აღარ არის და აი უშუალოდ საპატრიარქოში რა პროცესების განვითარებას ელოდებთ? სიმართლე გითხრათ, მე ესე ჩაღრმავებული არა ვარ მასეთ პროცესებში, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი იყო რაღაცა მშვიდობის გარანტი თავისთავად, იმიტომ რომ მისთვის საქართველოს გაერთიანებული საქართველოს იყო უპირველესი. და სულ მაგას ასე ვთქვათ, ყველა საუბრის დროს, ყველასთან სხვათა შორის საუბრის დროს ეს მნიშვნელოვანი თემა იყო, მისთვის გაერთიანება, საქართველოს გაერთიანება, რაღაცა თანხმობის მოძიება, იმიტომ რომ ჩვენ პატარაერი ვართ. და სულ მაგას იძახდა, რომ აი ერთიანობა, რაღაცა კონსენსუსი, რაღაცა ურთიერთგაგება, ურთიერთთანხმედრა, რაღაცის გულისხმიერება ერთმანეთის მიმართ. მე სიმართლე რო გითხრათ, მე ვფიქრობ, რომ ადამიანის გარდაცვალება არ ნიშნავს, რომ ეს თქვათ რაღაცა გაქრა ეს ადამიანი, უბრალოდ სხვა გარდაიცვალა. სხვა, ასე ვთქვათ, სხვა სიტყვაში, სხვა სივრცეში არსებობს და ეს ჩემის აზრით და ჩემი შეგრძნებით ეს არის ის სივრცე, რომელსაც ჩვენ თვითონაც ვტრიალებთ და მას ბევრჯერ ვთქვამს, ახლა წინა იმაზეც ვთქვი, რომ მან ერთხელ თქვა რომ როდესაც თქვენ გაგიჭირდებათ და მე როცა აღარ ვიქნები და გარდავიცვლები, თქვენ შეგიძლიათ მომმართოთ მე ისე როგორც ცოცხალს და მე თქვენს ოთხოვნას შევასრულებ და გავითვალისწინებ. მე ვფიქრობ, რომ დიდი ასე ვთქვათ, ძვრები ამ შემთხვევაში არ იქნება საპატრიარქოში და არც მე ვფიქრობ, რომ დარწმუნებულიც კი ვარ, რომ საქართველოს აი ამ ჟამს, როდესაც მთელი მსოფლიო, ასე ვთქვათ, რაღაცნაირად აი იძuris და ლავასავით, ასე ვთქვათ, მიწისძვრასავით არის ფაქტობრივად მთელი მსოფლიო ახლა აი რაღაცა უნდა შეჯერდეს და აი ჩვენ საქართველოს დარწმუნებული ვარ ამაში, რომ და უწუნესი დარწმუნებული იყო ამაში. რომ ბეჭდზე გავავლით. კავტორუსთან ბოლო კითხვა უნდა დაგისვათ და უცბად უნდა გითხოთ პატრიარქზე როგორც ხელოვანზე და უცბად უნდა აღნიშნოთ მისი შემოქმედება მუსიკაში, საეკლესიო გალობასა და ხატწერაში. იგი მრავალი მუსიკალური ნაწარმოების ავტორია, მრავალი გალობის ავტორია, ამავე დროს არის 20-მდე ხატის ავტორიც, მათ შორის არის ყოვლადწმინდა სამება, ჩვენთან არის ღმერთი ძველთა დღეთა, ივერიის ღვთისმშობელი, მთავარანგელოზი მიქაელი, მთავარანგელოზი გაბრიელი და ასე შემდეგ. რა სიტყვით, აი როგორ აფასებთ პატრიარქის შემოქმედებას, მას როგორც ხატების ავტორს და როგორი იყო მისი წვლილი უკვე თანამედროვე საეკლესიო ხელოვნების განვითარების საქმეში? მე კიდევ მინდა ვთქვა, რომ ძალიან მრავალმხრივად განვითარებული ადამიანი იყო და ყველაფერი აინტერესებდა. ძალიან გახსნილი მხატვარი იყო, რომელიც უზარმაზარ ტილოებს იყო შეჭიდებული, ძალიან დიდი ზომის ტილოები არის და ხატებიც, რომლებსაც ის მუშაობდა, ჩემთვის ყველაზე საყვარელი ხატი, ნახატი იყო ვახტანგ გორგასალი, იმიტომ რომ ვახტანგ გორგასალი მან რაღაცნაირად სულიერ ასპექტში წარმოაჩინა, როგორც ძალიან გონება გახსნილი, სულიერება და გონება ერთად გამოვჭოდა მის გამომეტყველებაში და ეს ჩემი ყველაზე საყვარელი ნამუშევარი იყო, რომ მის გახსნილ თვალებში, ამ ვახტანგ გორგასალის გახსნილ თვალებში ასე ვთქვათ, სრული სივრცე, სრული სულიერება და ასე ვთქვათ, აი უკიდეგანო კეთილგონიერება გამოსჭიოდა და ეს იყო ძალიან საყვარელი ნამუშევარი, ჩემი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული. მადლობა, დიახ, დაასრულეთ და კეთილი, კავტორუსთან ძალიან დიდი მადლობა. სტუმრობისთვის დღეს ამით დაგემშვიდობებით მხატვარი რუსთავ ფეტვაშვილი საუბრობდა საქართველოს პატრიარქზე, რომელიც 2 დღის წინ 17 მარტს მიიცვალა და გადაინაცვლა იქ, სადაც მართალნი განისვლებენ. ახლა კი ვიდრე ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი შემოგვერთდება, მინდა რომ არქივიდან პატარა, თუმცა ძალიან ძვირფასი ვიდეო ვნახოთ პატრიარქის შესახებ და პატრიარქისვე მონაწილეობით ვიდეო და ახლა უკვე ისტორიული კადრები, რომელშიც უწმინდესი სამების საკათედრო ტაძარში გალობს მრევლთან ერთად და ის სწორედ მის სულიერ შვილებთან ერთად ასრულებს ღვთისმშობლის საგალობელს. ვნახოთ ეს ვიდეო.
მაშასე სამწუხაროდ ტექნიკური პრობლემებით გავიდა ვიდეო, ვერ ვნახეთ, ამიტომ არა უშავს სხვა დროს გავუშვათ ეთერში. მინდოდა რომ მაყურებლებისთვის აი როგორც მითხრეს არის საშუალება რომ მოკლედ კიდევ ერთხელ ვცადოთ ამ ვიდეოს ეთერში ჩვენება, ასე რომ მოდით გავაკეთოთ ეს. მე მინდა რომ ჩვენ ყველამ ერთად ვიგალობოთ ღირსარს შეშმარიტად. ღირსარს შეშმარიტად რათა გადიდებდე შეხვთვის მე მინდა რომ ჩვენ ყველამ ერთად ვიგალობთ მაშასე კიდევ ერთხელ ეს იყო ღვთისმშობლის საგალობელი ღირსარს ჭეშმარიტად, რომელსაც ერთად ასრულებდა პატრიარქი და მრევლი. ნამდვილად ემოციური ვიდეოა ეს კადრები თქვენ იცით, თუმცა კიდევ ერთხელ მინდოდა რომ აი ამ გალობის მოსმენით, ასე ვთქვათ, ერთად მიგვეღო სიამონება. თავისუფალი სტუდია კი რა თქმა უნდა გრძელდება და გვერდება ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი, ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე. ჩვენთან ერთად გამარჯობა ბატონო ბადრი და მადლობა რომ შემოგვერთით. სამშვიდობის. ბატონ ბადრი, ილია მეორის ეპოქა ისტორიად ასე დავასათაურეთ დღევანდელი გაცემა, რაც გულისხმობს სწორედ იმას, რომ ვაფასებთ უწმინდესის მიერ საქართველოს სულიერი წინამძღვრის პოზიციაზე განვლილ ფაქტობრივად ნახევარ საუკუნეს, პირველ რიგში კი ისტორიით საქართველოს საეკლესიო ცხოვრების გაძლიერება და ის მონაცემები, რიცხვები, რომელიც კათოლიკოს პატრიარქის სახელს უკავშირდება, ილია მეორის მოღვაწეობის პერიოდში აღმოჩნდა, რომ საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა რიცხვი 15-დან 50-მდე გაზრდილა, სასულიერო პირთა რიცხვმა გადააჭარბა 3200, გაძლიერდა სამონასტრო ცხოვრება, მოხდა ახალი წმინდანების კანონიზირება, აშენდა ათეულობით ახალი ეკლესია, მონასტერი, მათ შორის კი საქართველოში ყველაზე დიდი წმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარი. ხა მე არ მოვსწრები ვარ, მაგრამ ხა ისტორიის ფურცლებიდან ყველა ვიცით, როგორი იყო საბჭოთა ხელისუფლების და ეკლესიის დამოკიდებულება, ანუ ილია მეორემ გადმოიბარა ეკლესია, როცა ხალხი ტაძარში ან საერთოდ არ დადიოდა, ან დადიოდა ჩუმად, შესაბამისად მინდა ვისაუბროთ და ვუთხრათ მაყურებლებს რა დახვდა და მერე უკვე რა შექმნა საქართველოს პატრიარქმა. აი როგორ უნდა შეფასდეს, გითხარით თქვენი პოზიცია, გზა რომელიც მან განვლო საბჭოთა რეპრესიების და რელიგიის შევიწროების პირობებში და შემდეგ უკვე გზა, რომლითაც ის საქართველოს დამოუკიდებელ ისტორიაში გახდა ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ფიგურა და ადამიანი. ხო, რა თქმა უნდა, უწმინდესის აღსახტრების პერიოდში, როდესაც უწმინდეს უმეტარესი სულიად საქართველოს კათოლიკის პატრიარქი ილია მეორე გახდა საქართველოს პატრიარქი, იმ პერიოდში ეკლესიის დევნა მიმდინარეობდა, საბჭოთა პერიოდი იყო, მაშინ ერი იყო აბსოლუტურად ქართველი ერი ჩაძირული უწუნოებაში. რა თქმა უნდა, ამ პერიოდში მოქმედ ეკლესიების რიცხვი იყო უკიდურესად მცირე, თითოეულა და დასახუთი რიცხვი იყო ძალიან მცირე. და მისი მოღვაწეობის პერიოდში მან მოახერხა, რომ დღეს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია არის ძლავრი ინსტიტუცია, ძლავრი ეკლესია, უამრავი ეკლესიის მოქმედი ტაძრით, დასახურებით, გვდლებით, ბერებით, მონაზვნებით და ეს არის ის უძლიერესი და უდიდესი მემკვიდრეობა, რომელიც მან დაუტოვა ქართველ ერს და მორწმუნე ერს. და რა თქმა უნდა ითქვას, რომ უწმინდეს უმეტარესი იყო სულიერი მამა და მოძღვარი თითოეული ქართველისთვის, შესაბამისად ჩემთვის
მაგრამ ის იყო ყველა ქართველისთვის, არა მორწმუნესთვისაც მათ შორის და ის იყო სწორედ ამით გამორჩეული მოღვაწე, რომელიც მართლაც სიყვარულს ასხივებდა. სიყვარულს ასხივებდა. ამას ადასტურებდა ის, რომ თავდაბლობას ასხივებდა. წლების განმავლობაში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხების მიხედვით პატრიარქს ყოველთვის ყველა პოლიტიკურ თანამდებობის პირზე მაღალი ნდობა და დადებითით მაღალი შეუდარებლად მე პატრიარქის ავტორიტეტი ყოველთვის სტაბილურად მეგონი ეს სიტყვები არასახავს რეალობას. არასახავს ეს სიტყვები რეალობას, სწორად უფრო მეტი შეუდარებლად მაღალი რა განაპირობებდა თქვენი აზრით? სწორედ ის, რომ იამეორის ასეთ მაღალ ნდობას, მის სიძლიერეს და პოპულარობა რეპუტაციას. სრულიად კითხვა. ხო, ესე იგი, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ის განაპირობებდა, რაც მოგახსენეთ, რომ ის ასხივებდა სიყვარულს, ასხივებდა თავდაბლობას, მაგალითს გვაძლევდა თავდაბლობის, განსხვავებით იმ ადამიანებს, რომლებიც ქრისტიანად მიიჩნევენ თავის თავს და სულ სხვების განკითხვაში არიან. ის პირიქით ამბობდა, მე ვარ ცოდვილი და უფალს შეძღოდა ცოდვების მიტევებას და მე მინდა გითხრათ, რომ ამ თვალსაზრისით უწმინდესის დატოვებული მემკვიდრეობა, მისი ქადაგებების ეპისტოლეების სახით არის ძალიან ძვირფასი მემკვიდრეობა და ძალიან ბევრ რამეს აღმოაჩენს თითოეული ქართველი დღეს როცა წაიკითხავს იმ ეპისტოლეებს, იმ ქადაგებებს, რომელიც მისი მოღვაწეობის პერიოდში მან იქადაგა და ეპისტოლე, რომელიც მან დაწერა მისი მოღვაწეობის პერიოდში. და ძალიან აქტუალურია ეს ყველაფერი დღეს. მაგალითად, როდესაც მიმართავდა, მოგმართავდა ჩვენ რომ სხვაზე გამარჯვებაზე კი არ უნდა იზრუნო. ანუ ქართველზე გამარჯვებაზე კი არ უნდა ზრუნავდეს, არამედ პირველ რიგში უნდა გაიმარჯვოს შენ თავზე. და შენში მოძებნო ნაკლი და ამის გამოსწორებაზე იზრუნო. და არა მუდმივი განკითხვა შენი თანამოძმის, შენი თანამემამულის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ დღეს, როდესაც საზოგადოებაში ეს განწყობილებებია, როდესაც ურთიერთგაუტანლობა, როდესაც ადამიანები განიკითხავენ ერთმანეთს განუზომლად, ყოველდღიურად. და ამ დროს უნდა გვახსოვდეს, რომ უწმინდესი და უნეტარესი პირველ რიგში იყო სწორედ მაგალითი მიტევების, შენდობის და სწორედ იმას გვიქადაგებდა, რომ პირველ რიგში შენ თავს შეეძებე ნაკლი. ბატონო ბატრი, აუცილებლად უნდა გკითხოთ ამ კონტექსტში წმინდა სინოდის გუშინდელ განჩინებაზეც და შეიძლება ითქვას, რომ ილია მეორის ბოლო სურვილი და დაპირება, უბრალოდ დანაბარები ყველას მიმართ, საზოგადოების თითოეული წევრის მიმართ არის შემდეგი მოხდეს ხვდის და მოყვასის წინაშე საკუთარი ცოდვების აღიარება, ურთიერთმიტევება და შერიგება. სწორედ წმინდა სინოდმა, რომელმაც ამდენი წლის შემდეგ გუშინ პირველი სხდომა გამართა პატრიარქის გარეშე, გამოაქვეყნა განჩინება, რომელშიც ყველას პოლიტიკოსებს და სრულიად საზოგადოებას მოუწოდებს, რომ პატრიარქისადმი სიყვარული გამოვიდეს სწორედ პატიების, შერიგების და ურთიერთსიყვარულის თაობაზე მისი მრავალწლიანი შეგონების ახსნებაში. მთელი მისი მოღვაწეობის პერიოდში იყო ის სწორედ ქადაგებელი ურთიერთშენდობის, ურთიერთმიტევების. ყველაფერს ხელს ეს მინდა წმევის სიმცირე. უშუალოდ ლელოს პასუხი რა არის? აი ამ შემთხვევაში სინოდის მოწოდებაზე, რომელიც კიდევ ერთხელ თავის მხრივ პატრიარქის სურვილს გამოხატავს. რა უშლის ხელს და სამწუხაროდ წმენის და სიყვარულის სიმცირე. თითოეულ ჩვენთაგანში. და სწორედ ამის გამოსწორებაზე იღვწოდა უწმინდესი უნიტარესი. სწორედ ამიტომ არის მისი ანდერძი ესეთი, რომ ჩვენ თავში ვეძებოთ ნაკლი, ჩვენ შევძლოთ, რომ მიუტევოთ ერთმანეთს შეცოდებანი, იმიტომ რომ არავინ არ არის უცოდველი და აქედან უნდა გამოვიდეთ და არა დავანებოთ მუდმივად განკითხვას თავი, მით უმეტეს ქრისტიანები, ვინც ეკლესიაში დადის, განსაკუთრებით მათ ეხება ის რომ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს, რომელიც იგივე მრევლის წევრია, არ შეიძლება მის მიმართ სიყვარული არ ქონდეს, არ შეიძლება ის გძულდეს. ეს მაშინ ნიშნავს, რომ ეს არ არის სარწმუნოებაზე დაყნობილი ეკლესიასთან ურთიერთობა, ხო? იმიტომ რომ ქრისტიანობა არის სწორედ ურთიერთმიტევება, ურთიერთსიყვარული. და სწორედ ამის მაგალითს გვაძლევდა უწმინდესი უნიტარესი. ლელოს სწორედ ეს მოწოდება ქონდა ამ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებაში, რომ
ჩვენ პირველ რიგში ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე, შევეცადოთ რომ დავდგეთ მაღლა საკუთარი პირადი მიზნების ან პარტიული მიზნების მაღლა, შევეცადოთ შევუნდოთ იმ ადამიანებს, რომლებიც მთლიან პერიოდის განმავლობაში შეიძლება უსამართლოდ გვავიწროებდნენ ან გვანძღავდნენ, მაგრამ შევეცადოთ შევუნდოთ მათ და ყველას მივცეთ ამის მაგალითი, იმიტომ რომ თავარია რომ ჩვენ შევძლოთ სწორედ ის რაც იყო გულის ტკივილი და საზრუნავი, რა თქმა უნდა, უწმინდესის მხრიდან რომ არ მოხდეს საზოგადოების გახლეჩვა. საზოგადოების გახლეჩვა და შემდგომ ამ სხვადასხვა ნაწილების ერთმანეთთან დაპირისპირება, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე ქვეყნისთვის. გარე საფრთხე არ არის იმდენად დიდი საფრთხე, რამდენადაც შიგნით, საზოგადოების შიგნით დაპირისპირება, სიძულვილის გაღვივება. სწორედ ფიქრობ, რომ აუცილებელია პოლიტიკოსებიც პირველ რიგში სწორედ ამაზე უნდა იზრუნოს. აი პოლიტიკურ კონტექსტშიც მინდა რომ ერთი კითხვა დაგისვათ, იმიტომ რომ რამდენიმე დღის წინ როდესაც პატრიარქი კლინიკაში გადაიყვანეს, ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ აი პატრიარქმა თითქოს კლინიკაში შეკრიბათ სრულიად ოპოზიციური სპექტრი. თითქოს კი არა რეალურად ეს იყო ფაქტი, იმიტომ რომ იქ მივიდა მართლაც ფაქტობრივად ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი და იქ არ ქონია არავისთვის მნიშვნელობა იმას, ვის რა პოლიტიკური შეხედულება ქონდა, ისე როგორც პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ უკვე რეალურად მართლა ყველა ჭირისუფალია და გლოვობს ყველა აქაც განურჩევლად მისი პოლიტიკური მრწამსისა. ანუ მძიმე დღეებმა, მათ შორის პოლიტიკური სპექტრი გაგაერთიანათ და ერთად შეკრათ. აი, ახლა გითხარით, რა არის საჭირო იმისთვის, რომ უფრო მეტი სიყვარული გაჩნდეს მთლიანად საზოგადოებაშიც და მათ შორის პოლიტიკურ სპექტრშიც და შესაბამისად როგორღაც მიხვიდეთ იმ რაღაც სურვილამდე, რაც აქვს პატრიარქს, რომ დასრულდეს გახლეჩილობა და მოხდეს ურთიერთპატიება და შერიგება. სწორედ ამისთვის არის საჭირო არ მხოლოდ ის, რომ რა თქმა უნდა ჩვენ ყველანი ვართ უკიდურესად დამწუხრებული, ჩვენი სულიერი მამა გარდაიცვალა, მაგრამ აუცილებელია, რომ მისი მემკვიდრეობის პატივისცემა, ვისაც გაგვაჩნია და ვისაც სურს რომ გამოხატოს პატრიარქის მოღვაწეობის მიმართ მისი დამოკიდებულება რეალურად მაშინ უნდა შეასრულოს ის რაც პატრიარქმა გვიანდერძა, ხო? ის რასაც გვიქადაგებდა უწმინდესი რომ ერთმანეთს უნდა მიუტევოთ და დავამთავროთ ურთიერთგანკითხვა. ქვეყანა დავაყენოთ პირველ რიგში. ვიფიქროთ იმაზე თუ როგორ გადავარჩინოთ ჩვენი სამშობლო. ეს იყო უწმინდეს ყველაზე მთავარი საზრუნავი, რომ სწორედ ეს დაენერგა თვითონ ჩვენთაგანში, რომ შევძლოთ მაღლა დავდგეთ ურთიერთწყენებზე და შევძლოთ ერთმანეთს მიუტევოთ შეცოდებები, იმიტომ რომ ყველანი არავინ არ არის უცოდველი, არავინ არ არის ის, ვისაც შეცდომა არ დაუშვია და აქედან უნდა ყოველთვის ვაფასებდეთ ყველა მოვლენას და ერთმანეთს მათ შორის. ბატონბატრი, აი დღეს პოლიტიკურ პერიპეტიებს დიდად არ გავშლით, ამის დრო ნამდვილად არ არის, თუმცა რეპლიკის სახით მინდა შევახსენო მაყურებლებს, რა აჟიოტაჟი მოხდა, მაგალითად რამდენიმე დღის წინ ხელისუფლებასა და ოპოზიციას ზოგადად პოლიტიკურ სპექტრს შორის მოლაპარაკებების განახლების თაობაზე ლელოს ხედვას თქვენ წარეთ გაგაკრიტიკეს და დადანაშაულებული ხართ იმაში, რომ ლელო ასე ვთქვათ, მონაწილეობს ქართული ოცნების პოლიტიკურ თამაშებში. მარტივად გითხავთ, რამდენად ელოდით იმ რეაქციას, რომელიც დაინახეთ, როგორც მართველი პარტიის, ისე ოპოზიციური პარტიების მხრიდან და მე ისე უშუალოდ პატრიარქს. იცით რა, ჩვენ რა თქმა უნდა, ყოველთვის უნდა მზად იყო იმისათვის, რომ სადაც ოპოზიციური პარტია იქნება თუ ხელისუფლება გაგაკრიტიკებს, თავს შეიძლება დაგესხას, მაგრამ ეს არ უნდა იყოს შემოფერხებელი და შემაჩერებელი იმის, რომ შენ უპასუხო იმ სურვილებს, იმ მოლოდინებს, რომელიც საზოგადოებას აქვს და საზოგადოება მართლაც დაიღალა ურთიერთსიძულვილით, საზოგადოებას მართლაც სურს, რომ დაინახოს გამოსავალი ამ უკიდურესი მძიმე მდგომარეობიდან, რომელშიც ქვეყანა იმყოფება. ამიტომ ეს თავდასხმები აბსოლუტურად არ შეაჩერებს ჩვენს განზრახვას, რომ ხელი შეუწყოთ საზოგადოების გამთლიანებას და შევებრძოლოთ ზიზღ სიძულვილს და ამით შევძლოთ, რომ ჩვენს ერს, ჩვენს თანამოქალაქეებს დაუბრუნოთ იმედი მომავლის და რაც თავარია, ყველამ კიდევ ერთხელ უნდა გავითავისოთ ის დანატოვარი, ის მემკვიდრეობა, რომელიც
პატრიარქმა ყველას დაგვიტოვა და ეს მემკვიდრეობა არის სწორედ ის, რომ ჩვენ შევძლოთ ურთიერთწყენებზე მაღლა დავდგეთ, შევძლოთ მიუტევოთ ერთმანეთს შეცდომანი და პირველ რიგში დავაყენოთ წინ ჩვენი სამშობლო და გავძლიერდეთ სარწმუნოებაში და თუ სარწმუნოებაში გავძლიერდებით მე აბსოლუტურად ეჭვი არ მეპარება რომ ჩვენ ყველანი ერთად შევძლოთ გამოსავალ სამართლის რომარობიდან. ბატონო, ისევ ჩვენს უწმინდეს მინდა დაუბრუნდეთ, იმიტომ რომ დღევანდელი ეთერი სწორედ და მისია და ახლა მოდით ვისაუბროთ იმაზე, რა ახალი გამოწვევების წინაშე დგება, ისედაც უამრავი გამოწვევის წინაშე მდგარი და ისედაც უამრავი გამოწვევის მქონე ქვეყანა, როდესაც ერი კარგავს ადამიანს, ვინც ფაქტობრივად 50 წლის განმავლობაში დგარ მხოლოდ სულიერი, არამედ საზოგადოებრივი ცხოვრების. მე ხა დასაწყისში აღვნიშნე. ამბობს ბატონ ბადრი, რომ ხვალიდან საქართველო იქნება სხვანაირი. აი რას ნიშნავს ეს სხვანაირი? ეს მინდა გკითხოთ, რა აღარ იქნება ისე როგორც იყო ილია მეორის ეპოქის დროს და დამატებით რა პრობლემების წინაშე დგება ქვეყანა მისი ეპოქის დასრულებით. ხო, როდესაც მამა, შემთხვევით მამა გეგულება, თუნდაც დაუძვრებული ფიზიკურად ძალიან დიდი იმედია, ხო? რაც შესაბამისად უწმინდეს იყო ყველასთვის ძალიან დიდი იმედი, როდესაც თუნდაც ის ძალიან ფიზიკურად დასუსტებული იყო და რა თქმა უნდა მისი გარდაცვალება ქმნის დიდ ვაკუუმს ყველა ჩვენთაგანისთვის, მაგრამ ამავდროულად დასაწყისში აღნიშნეთ რომ მან მთელი მისი მოღვაწეობის პერიოდში მოახერხა ის რომ ეკლესია ძალიან გაძლიერდა. ეს არის ძლავრი ინსტიტუცია დღეს. ამიტომ მე აბსოლუტურად ეჭვი არ მეპარება რომ ეკლესია შეძლებს რა თქმა უნდა ძალიან რთულია პატრიარქის შემდგომ ნებისმიერ ახალი პატრიარქისთვის მოღვაწეობის გაგრძელება, როდესაც ილია მეორის შემდგომ გაგრძელებაზეა საუბარი, მაგრამ მე ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენი ეკლესია, რომელიც ახლა არის ძალიან მძლავრი და ეკლესიის სიძლიერე არის, ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერე ამავდროულად შეძლებს, რომ ამ რთულ ვითარებაში იმოქმედოს ისე, როგორც იქნება საუკეთესო ინტერესებში ჩვენი ეკლესიის, მორწმუნეებლის, ჩვენი ქვეყნის და ამაში მე ხმად ვარ დარწმუნებული. ეთილ კიდევ ერთი კითხვა პატრიარქის მოღვაწეობასთან დაკავშირებით ახსაყდრებიდან გარდაცვალებამდე პატრიარქი სახელმწიფოს რამდენიმე მმართველს, რამდენიმე ხელისუფლებას მოესწრო მარტივად რომ ვთქვათ, თავის მხრივ პოლიტიკის ანალიტიკოსები ამბობენ, რომ აი ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი ყოველთვის ცდილობდა იმის დემონსტრირებას, რომ ეკლესიის მეთაურთან ჰქონდა კარგი ურთიერთობა. აი თქვენი აზრით რეალურად როგორი იყო პატრიარქის გავლენა და როლი უშუალოდ ვთქვათ პოლიტიკურ პროცესებზე. აი თითქოს ჩანდა განსაკუთრებით კრიზისების დროს, რომ პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები, პოლიტიკური აქტორები პატრიარქს და ზოგადად საპატრიარქოს ამა თუ იმ ასე ვთქვათ პროცესის მიმართ კაფიო პოლიტიკური პოზიციის გამოხატვისკენ მოუწოდნენ. ეს რამდენად იყო რეალურად ასე თქვენი აზრით რა ურთიერთობა არსებობდა პატრიარქსა და ხელისუფლებას და პატრიარქსა და პოლიტიკოსებს შორის? პირველ რიგში ის იყო ყველა ქართველის სულიერი მამა, როგორც აღნიშნე და შესაბამისად მას აბსოლუტურად ერთად უყვარდა თითოეული ჩვენთაგანი და არასდროს არ ყოფილა სწორედ მისთვის გამორჩეული ის იყო რომ მას ერთნაირად უყვარდა ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ესა თუ ის ადამიანი ან მისი ოპოზიციაში ყოფნის დროსაც ან მისთვის არ არსებობდა ასო სტატუსი იმისაც რომ განსაზღვრულიყო მის დამე პატრიარქის სიყვარული მას ყველა ერთნაირად უყვარდა და ამით იყო გამორჩეული მის მოღვაწეობა აქედან გამომდინარე მას მოუწია რა თქმა უნდა მოღვაწეობა ბევრი ასე ვთქვათ პოლიტიკური ცვლილების პერიოდში მაგრამ მისი ხაზი იყო სწორედ უცვლელი ხაზი ერთადერთი ქვეყნის ინტერესები ქვეყნის გამთლიანება თითოეული ქართველისთვის სიყვარულის ქადაგება ურთიერთმიტევების ქადაგება ერთმანეთისთვის ცოდვების მიტევების ქადაგება ეს იყო მისი ხაზი უცვლელი. აქედან გამომდინარე პატრიარქი სწორედ ის პოზიცია ეკავა, როგორც უნდა ჰქონდეს და ეკავოს ერის სულიერ მამას. ეს პოზიცია იყო ის, რომ ხელისუფლებების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებული მას არ ქონია ის ერთნაირად იყო ასე ვთქვათ სიყვარული გამშვალული ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ და იმ ქართველების მიმართ, რომლებიც ოპოზიციაში იყვნენ ან ნებისმიერ სხვა საქმიანობას ეწეოდნენ, აქედან გამომდინარე ის ყოველთვის იყო და დარჩება ყველა ქართველის
სულიერი მამა. ელით რომ საქართველოს ეკლესიას კვლავ ეყოლება ისეთი ძლიერი პატრიარქი, როგორიც იყო ილია მეორე. აი როგორ გესახებათ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მომავალი ილია მეორის შემდეგ და ის პროცესები, რომელიც დაიწყება 40 დღის გასვლის. მე თქვი და აღნიშნე რომ პატრიარქმა მისი მოღვაწეობით შეძლო რომ დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არის ძლიერი ინსტიტუცია, მძლავრი ინსტიტუცია, რომელსაც აქვს უდიდესი ნდობა საზოგადოებისგან, ჩვენი თანამოქალაქეებისგან. მე ეჭვი არ მეპარება რომ ეკლესიამ რთულ პერიოდს გაივლის ღირსეულად და სწორედ ისე უპასუხებს ამ გამოწვევებს, რომელიც ახლა ყველა ჩვენთაგანს გვიდგას, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შეეფერა, ამიტომ მე ძალიან უბრალოდ მინდა თქვა, რომ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აირჩევს იმ პატრიარქს, რომელიც გააგრძელებს უწმიდეს უნიტარესის გზას და მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში სრული ნდობა უნდა გქონდეს საზოგადოებას ეკლესიის მიმართ, იმიტომ რომ ეკლესია დღეს არის მართლაც ყველა ჩვენთაგანისთვის სულიერი საყრდენი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არის გამორჩეული თავისი სიძლიერით, მათ შორის რწმენის სიღრმით და მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაშიც ეკლესია იმოქმედებს ზუსტად ისე, როგორც უნდა იმოქმედოს ეკლესიამ ჩვენი ერის, ჩვენი სარწმუნოების საუკეთესო ინტერესებში. ეთილი ბატონო ბოლო კითხვას დაგისვათ, ახლა ყველას მისი და გამორჩეული საკუთარი ისტორია აქვს პატრიარქთან ურთიერთობის თვალსაზრისით და როგორც ვიცით, თქვენც ახლოს იყავით უწმინდესთან, ხო არ ვცდები. შესაბამისად, აი მასთან, უშუალოდ მასთან ურთიერთობაზეც ხომ არ შეგიძლიათ გითხრათ რამე, აი თუ ყოფილა მაგათაც შემთხვევა, რომ რჩევისთვის, აზრის გაზიარებისთვის მისულ ხართ მასთან, არ ვიცი, იქნებოდა ეს საზოგადო თუ პირად თემებთან დაკავშირებული საკითხი. გეტყვით რომ მხოლოდ შევსა რომ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება რომელიც ჩვენ მივიღეთ მე მამუკა ხაზარაძემ ყველა გადაწყვეტილებისთვის მივდიოდით უწმინდესთან რათა მიგვეღო მისი კურთხევა და მისი კურთხევის გარეშე არც ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჩვენ არ მიგვიღია მანამ სანამ ის ფიზიკურად იყო კარგად შემდგომ რა თქმა უზრუნველობაში ყოფნის დროს მას ნაკლებად ვაწუხებდით. ძალიან ბევრი რამ მაქვს რა თქმა უნდა გასახსენებელი და ძალიან ბევრი მაგალითი მოგცა და ძალიან ბევრი რამ გვასწავლა. და ყველაზე მთავარი ერთ-ერთი ძალიან კარგად მახსენდება ეს გამორჩეული რამ, როდესაც ქველმოქმედებაზე საუბრობდით მასთან. მან თქვა ესეთი რამ, როდესაც ადამიანს ეხმარები, ის კი არ უნდა თქვა რომ მე დავეხმარებ ადამიანს. ამ დროს შენ ეხმარები შენ თავს. ეს რომ გახსოვდეს. ეს ფილოსოფია არის. ქველმოქმედების ფილოსოფია, რომელიც მან ძალიან მარტივად დაგვიმარტა. ნურაზდროს რო იტყვი რომ ვიღაცას დავეხმარე. შენ თუ ვიღაცას ასე ვთქვათ, გაუწოდე ხელი, ამით შენ თავს დაეხმარე. და უამრავი მსგავსი ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი ფილოსოფიური შინაარსის გამონათქვამი მახსენდება მასთან შეხვედრების შემდგომ და რა თქმა უნდა ახლა როდესაც აღარ გეგულება უწმინდეს ეს ძალიან დიდი ვაკუუმი, დიდი სიცარიელია, მაგრამ მუდმივად უნდა გავიხსენოთ მისი ქადაგებები, მისი ეპისტოლეები და ეს ძალიან დაგვეხმარება იმისათვის რომ ამ უამრავ გამოწვევებით და მითქო საფრთხებით ახსავსე სამყაროში გავიკვლიოთ გზა სწორედ იმ მოძღვრების და იმ ქადაგებების და იმ მაგალითების საფუძველზე, რომელიც ელია მეორეს ჰქონდა თელიმის მოღვაწეობის პერიოდში. ბატონ ბადრი, თქვენი საქმელის გაზიარებისთვის უწმინდესთან და უნეტარესთან მიმართებაში თქვენი დაგემშვიდობებით მაყურებელს რამდენიმე ინფორმაციას მივაწვდი, ვიდრე კიდევ ერთი სტუმარი შემოგვერთდება ილია მეორის დაკრძალვაზე უცხოეთის ქვეყნებიდან ელოდებიან დელეგაციებს, მათ შორის საქართველოში მსოფლიო პატრიარქი ბართოლომე ჩამოდის და კვირას ილია მეორის დაკრძალვის დღეს საგანგებო ლიტურგიას ჩაატარებს
სწორედ კონსტანტინოპოლის პატრიარქი, რომელიც სხვათა შორის საქართველოს ბოლოს ესტუმრა 13 წლის წინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ამ ინფორმაციას, რა ინფორმაციის კონტექსტშიც საინტერესო გარემოებების შესახებ წერს ტაბულაც და ამის შესახებაც მინდა გითხრათ. აღნიშნული მედია საშუალების ცნობით, მსოფლიო პატრიარქის საქართველოში ჩამოსვლა პრობლემა იქნება რუსული დელეგაციისთვის, რადგან მოსკოვმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შემდეგ ცალმხრივად გაწყვიტა ევქარისტიული კავშირი კონსტანტინოპოლთან, შესაბამისად წირვაზე მასთან ერთად ვერ დადგება. დავალოდოთ რა და როგორ იქნება, ვინ ჩამოვა ილია მეორის დაკრძალვაზე და ვინ ვერა, ამას ერთ-ორ დღეში გავიგებთ. ახლა კი კიდევ ერთი სტუმარი მინდა წარმოგიდგინოთ. მართლმსაჯულების სახლის დამფუძნებელი ეკა ბესელია არის ჩვენთან ჩართვის საშუალებით. ქალბატონო ეკა, გამარჯობა და მადლობა რომ შემოგვერთით. მშვიდობს, მოგესალმებით. ქალბატონო ეკა, დღევანდელი ეთერი ჩვენი სწორედ პატრიარქს ეთმობა, ახლა მის გზასთან დაკავშირებით ამ დღეებში უამრავი შეფასება მოვისმინეთ, ამიტომ ახლა უკვე თქვენ გითხარით თქვენი სათქმელის შესახებ. ეპოქალურ ფიგურას უწოდებენ ილია მეორეს, სულიერ ლიდერს, რომელიც უყვარდა მოყვარეს, მტერი კი სცემდა პატივს, შესაბამისად დღეს მართლაც მთელი ქვეყანა ერი და ბერი მგლოვიარია. ვინ იყო თქვენთვის ილია მეორე, საქართველოს პატრიარქი და აქვე კიდევ ერთ კითხვას დაგისვამ და ბარემ ერთდროულად მიპასუხეთ, მართლაც გამოწვევებით და პრობლემებით სავსე დღევანდელობაში ის ძალიან ბევრი ადამიანისთვის იყო, ვიცი, იმედით და სულიერი საყრდენით. შესაბამისად, როგორი იქნება საქართველოს 22 მარტიდან, როცა ჩვენი ქვეყანა ილია მეორეს უკანასკნელ გზაზე გააცილებს? პირველ რიგში მადლობა, რომ ამ თემაზე მომიწვიეთ, იმიტომ რომ ეს დღეები არაფერზე სხვაზე არ მინდა საუბარი და სულ მინდა რომ ვილაპარაკო ჩვენ სულიერ მამაზე. მე ყველას უსამძიმრებ ამ ტკივილს, ამ განცდას, თუმცა ალბათ უწმინდეს ყველაზე მეტად, რაც არ უნდა და რასაც არ ისურვებდა, ამაში დარწმუნებული ვარ, რაღაცა ისეთ შინაგანი განცდა მაქვს, რომ არ უნდა რომ ვიყოთ მწუხარებაში. იმიტომ რომ ხშირად მომისმენია მისგან, რომ არ დამწუხრდე, სულ უნდა გქონდეს უფლის იმედი და ის ამ იმედს ასხივებდა თვითონ. ალბათ ჩვენი წუხარება უფრო იმიტომ არის, რომ აი როგორც მამა, სულიერი მამა, რომ აი მე ესეთი განცდა მქონდა პატრიარქის მიმართ მთელი ეს წლები. აი მამა რო დაგაკლდება, მოგენატრება მისი ნახვა და მასთან საუბარი, თორე სხვაგვარად როგორ შეიძლება დაიკარგოს ის კავშირი, რომელსაც პატრიარქთან კავშირი ქვია. პირიქით, მე ვფიქრობ, რომ მისი გარდასვლა ზეციურ საქართველოში ეს არის მარადიული კავშირის ხაზგასმა. ეხლა უფრო კონკრეტულად გეტყვით, მე ბევრი ისტორია მაქვს ჩვენ პატრიარქთან, ბოლო ალბათ 20 წელზე მეტია. მადლობა ღმერთს, რომ მე მქონდა ბედნიერება მასთან ახლო ურთიერთობა მქონდა და წლების განმავლობაში. ეპოქალური პიროვნება რომ არის, ამას ჩვენ ალბათ რო გავა უფრო მეტად დავწმუნდებით, ხო იცით როგორც არის აწმყოში ძალიან რთულია აი მასშტაბის დანახვა ადამიანის, მისი განზომილების და რაღაცა დროში უნდა დაშორდე, რომ მისი აღქმა, სიდიდის აღქმა ადამიანმა შეძლოს. მაგრამ პატრიარქი ალბათ გამორჩეულია და გამონაკლისი იმითაც, რომ ერმა ის სიყვარულით და უსაზღვრო ნდობით მიიღო და გაითავისა მის სიცოცხლეში. აი ეს არის საოცარი, რომ სიცოცხლეშივე ერგო პატრიარქს უდიდეს სიყვარული, როგორც არავის არ გებია. და ეს სიყვარული უფრო გაიზრდება მომავალში. მას უფრო მეტად დავინახავთ მომავალში, როდესაც დავიწყებთ რაღაცებთან შედარებას. და ახლოდან, როდესაც პატრიარქს ეხები, გონია, რომ ის მხოლოდ შენია. აი, ბევრი ადამიანი ხო ყვება გასაოცარ ისტორიას მის პირადი ურთიერთობის. და ყველას ჰქონდა ესეთი განცდა, ეს იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხიბლი, მადლი პატრიარქის, რომ ის იმ ერთ ადამიანში იმდენ სტოვებდა მადლს, სიყვარულს, განცდას, ემოციას, რომ ჰქონდა ესეთი შეგრძნება, რომ ის იყო შენთვის ყველაზე ახლობელი. და ამ დროს ის ასეთი იყო, რაღაცა ჩაკეტილი, ავტონომიური და მიუწვდომელი პატრიარქი კი არ მყავდა.
ჩვენ ყავდა პატრიარქი, რომელიც მართლა სახალხო იყო, რომელიც ყველას ეფერებოდა, რომელსაც ყველა უყვარდა და მართლა უყვარდა ეს ყველა. მე გავიცანე პირველად პატრიარქი ჩემი ადვოკატობის პერიოდში. ეს არის ჯერ კიდევ აი 2000-იანი წლები და ჩვენი დაახლოება იმიტომ მოხდა, რომ აი ეს მამა დავითი, რომელიც მასთან არის სულ ჯიჯარაული. ის არის ტყუპისცალი ჩემი მოძღვრის, მამა კონსტანტინეს ჯვრის წინამძღვარია და აი აქედან გამომდინარე, ხა ჩვენ 30 წელი უკვე ერთად მოვდივართ და ავიც ამის ერთად გავიზარდეთ და შესაბამისად მამა დავითი რომ პატრიარქმა წაიყვანა თავისთან ძალიან ხშირად მქონდა ეს ურთიერთობა და აქედან დავუახლოვდი და შემდეგ როდესაც იყო რაღაც სამართლებრივი საკითხები და სულ მიხაროდა რომ ამ თემებზე მეძახდნენ და სულ მეკითხებოდა აი რაღაცნაირად როგორც იურის პირველი წლები ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა სამართლებრივ საკითხებზე რაღაც სხვადასხვა თემებზე მოსაზრებას და შემდეგ ისე დავუახლოვდი რომ აი ჯერ კიდევ სააკაშვილის პერიოდი იყო რთული გამოსვლები რთული ამბები და აი მაშინ ძალიან ახლოს ვიყავი იმ წლებში და ახსოვს ჩემი შვილი და ძმა რო დაიჭირეს აი პატრიარქის სიტყვები რომ ფერისვალების დღე იყო და მითხრა რომ ღვთისმშობელი გაგახარებს ღვთისმშობლის დღეს და თქვენ აგვისტოს 28 აგვისტოს ამიხდა მისი აი რაღაც წინასწარმეტყველება იყო და აი მე უკვე შემდეგი წლები იყო უკვე არაპირადი ურთიერთობა ჩემი უკვე იყო როგორც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის ურთიერთობა. აი ზუსტად ამ თემაზე მინდა ჩაგეკითხოთ. მით უფრო რომ აი როგორც თქვენ თქვით მრავალწლიანი ურთიერთობა გაკავშირებთ პატრიარქთან. საინტერესოა აი თუ გაიხსენებთ შემთხვევას, როცა კონკრეტულ პოლიტიკურ საკითხზე მოუწია პატრიარქს რჩევა და ქონია კონკრეტული რეკომენდაციები, რაც ვთქვათ, საჯაროდ არ გაჟღერებულა და არ უთქვამს, მაგრამ აი შეხვედრების დროს ამაზე გისაუბრიათ. ბევრი იყო ესეთი, ბევრი მით უფრო როგორც გითხარით, განსაკუთრებით უკვე იმ წლებში, როდესაც მე პარლამენტში ადამიანის უფლებები და იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელობა მიწევდა, ფაქტიურად მაშინ საპატრიარქოსთან აი რაღაცა ურთიერთობა არაფორმალურად, უბრალოდ აი კონტაქტი მოსაზრებების გაცვლა, დიალოგი, საუბარი, რაღაცა მე მქონდა ეს მონდობილი და ისედაც იცოდა ყველა, რომ ახლა ურთიერთობა მქონდა პატრიარქთან, ამიტომ თუ რამ საკითხები იყო მასთან სათათბირო თუ გასააზრებელი თუ ესე ვთქვათ, რჩევის მისაღები, ყოველთვის ვესაუბრებოდი და მივდიოდი ხშირად საღამოობით ახსოვს ძალიან ბევრი საღამო გვისაუბრია ტრაპეზის დროს ბევრ მძიმე და რთულ თემაზე მათ შორის. არის რაღაცები, რასაც საჯაროდ ვერ თემები, რომელსაც საჯაროდ ვერ ვისაუბრებ და ვერ ვიტყვი, არ არის ალბათ ეს სწორი, მაგრამ რაც შემიძლია გავიხსენო, არის აი რამდენიმე რთული საკითხი, მათ შორის იყო აი კანონი, როდესაც ჩვენ მუშაობდით უბიზო მიმოსვლის გადაწყვეტილებაზე, აი როგორ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე იყო იცით პატრიარქი, აი ბევრმა იცის ეს ახლა ვინც მის გარემოცვას წარმოადგენს და უყურებდა, აი როგორი წინ უსწრებდა მოვლენებს, როგორ სწორად ხედავდა საქართველოს როლს და ადგილს. აი უბიზო მიმოსვლის გადაწყვეტილება რომ უნდა მიეღო საქართველოს და ამ თემაზე დავიწყეთ მუშაობა, მაშინ პარლამენტში სწრაფად უნდა მიგვეღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის ეს გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული და ერთ-ერთი რთული თემა გახდა მაშინ, ალბათ გახსოვთ თქვენც ეს ეტაპი, მაშინ ქუთაისში იყო პარლამენტი, იყო დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხრის შესახებ კანონი. და მაშინ დიდი ვნებათა ღელვა დაიწყო, ვისაც არ ჰქონდა წესიარად წაკითხული, ან საერთოდ არ ჰქონდა, ეგონათ რომ ამ კანონით რაღაცა უნდა დაკანონებულიყო უმცირესობის უფლებები. ამ დროს ამის კანონი იყო უბრალოდ მექანიზმი, როგორ უნდა დაიცვა ძალადობისგან ადამიანი განსხვავებული ნიშნით და ეს კონსტიტუციური პრინციპია, ხო ეს ხო ახალი არ იყო, ახალი თეზა ეს. ჯერ კიდევ როდის ჰქონდა ჩვენ პირველ კონსტიტუციაში გვეწერა ეს პრინციპი, მაგრამ კანონში უკვე მექანიზმები გაიწერა და ნუ დაიწყო ეს დიდი გამოსვლები, გარკვეული პირების, სასულიერო პირების რაღაცა ნაწილი მაშინ ეწინააღმდეგებოდა
კანონს ეგონათ რომ ის საფრთხის შემცველი იყო ამ დროს ეს იყო პროცესი რომელიც ჭირდებოდა ჩვენ მოქალაქეებს ამ ვიზო მიმოსვლისთვის და მე როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე წამყვანი კომიტეტი აღმოჩნდეს იუსტიციის სამინისტრო მოამზადა მაშინ და რომ აი ამ სასულიერო პირებთან რომლებიც ამას აპროტესტებდნენ რომ ესაუბრა მათთან და მართლა მინდოდა რომ ამეხსნა რომ აქ არაფერი არ იყო სახიფათო პირიქით ეს იყო ძალიან ესეთი ლოიალური და ჰუმანური კანონი ხო მექანიზმი ადამიანების უფლებასთან შევხვდი მის უწმინდესობას მივედი მასთან და მინდა მეთქი რომ გესაუბროთ ამაზე და ძალიან ცოტა დრო დამჭირდა სულ რამდენიმე წუთი რომ მე მომეთხრო მისთვის ამ კანონის არსი და მისთვის ჩვეული აი სიმშვიდე ხო საოცარი სიმშვიდე ქონდა საოცარი სითბო ქონდა და აი ესეთი ბრძნულად როგორც იცოდა როგორც ჭირდება ეს ჩვენს ქვეყანას მისი მომავლისთვის აი ესე უნდა გააკეთოთ მითხრა აი ეს და ბევრი სხვა თემა მახსოვს სადაც მისია ის პოზიცია იყო ძალიან წინდახედული გამოწვევებით სავსე პერიოდი უდგას ჩვენს ქვეყანას ახლა როცა ღვთივ განისვენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა საქართველო არის მძიმე პოლიტიკურ კრიზისში მათ შორის უშუალოდ საზოგადოებაშიც გაზრდილია პოლარიზაციის ხარისხი ამიტომ ერთი კითხვა უშუალოდ შექმნილი ვითარების კონტექსტშიც მინდა დავსვათ აქამდე ესმოდა განცხადებები რომ მილია მეორე მხოლოდ სულიერი ეკლესიის ლიდერი და ეკლესიის მეთაური კი არ იყო ადამიანი რომელიც კრიზისულ სიტუაციებში ყოველთვის ახერხებდა ხოლმე მოქალაქეების გაერთიანებას და ახერხებდა რომ მისი ხმა ასე ვთქვათ ხიდად ქცეულიყო თაობებსა და განსხვავებულ შეხედულებებს შორის აი როგორ ფიქრობთ დღევანდელ ვითარებაზე როგორ აისახება ის რომ პატრიარქი აღარ არის და აქვე აი წმინდა სინოდმა მიმართა გუშინ სრულიად საზოგადოებას პატრიარქისადმი სიყვარული უნდა გამოვლინდეს მისი მრავალწლიანი შეგონების აღსრულებაში, საკუთარი ცოდვების აღიარებაში, ურთიერთ მიტევებასა და შერიგებაში. აი, რა რესურსი აქვს განსაკუთრებით მწვავედ დაპირისპირებულ პოლიტიკურ სპექტრს თქვენი აზრით, რომ ერთმანეთს მიუტეოს და შერიგების გზა იპოვოს, როგორც ეს სურს და დაიბარა კათოლიკოს პატრიარქმა. ამ კითხვის პასუხი არის თავად საქართველოს პატრიარქის ცხოვრებაში. თვითონ იყო ამის მაგალითი. აი ხშირად ოდესაც მასზე ბრაზობდნენ, ანაკრიტიკებდნენ და მე ძალიან მხიზიანდებოდი ხოლმე ამაზე და აი ვერასდროს მევღებულობდი მის და მე იმის გამო ბრას რომ აი განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანს მაგალითად ჯილდოს გადაცემდა და ასაჭუქრებდა. და ამბობდნენ რომ აი ეს ადამიანი როგორ მიიღო. და აი რომ თვითონ ამაზე როცა ამბობდა რომ ყველაზე მეტად ჭირდება ისეთ ადამიანს ლოცვა, გაძლიერება და ხელის გაწვდენა, ვისაც უჭირს ამ მიზეზს, ვისაც აქვს რაღაცა პრობლემები. აი მისი მაგალითი რომ ის იყო ყველას პატრიარქი და ყველას მამა და შეიძლება ყველას მიიღება, მისი უსასრულო სიყვარულით, აი და რაღაცა, აი წარმოუდგენლად დიდი სიყვარულით, ეს არის პასუხი კითხვაზე, სად უნდა იპოვოს ადამიანმა მისასვლელი გზა. თუ მეორე ადამიანს რა თქმა უნდა ეს აი პატრიარქი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ასე ვთქვათ ფიზიკურ უძულრებაში იყო აი ჯანმრთელად რომ ყოფილიყო როგორ ფიქრობთ და შეძლებდა დაპირისპირებული მხარეების ერთ მაგიდასთან მიყვანას და დასმას და აი ამ პოლიტიკური კრიზისის დასრულებაში გადამწყვეტი როლის შესრულებას კი ალბათ კი თუმცა მგონია რომ ის დღესაც ასრულებს ამ უდიდეს და ურთულეს მისიას აი ნახეთ ეს დღეები როგორ შეიცვალა, უკვე შეიცვალა ქვეყანაში კლიმატი და გარემო. აი ამდენი ადამიანი ერთად, რომელიც მიდის რო პატრიარქს შორიდან მაინც დაემშვიდობოს, ეს სიმბოლოა, აი რაღაცა სიმბოლიზირებულია ეს სიყვარული რა არის, აი როგორ აერთიანებს სრულიად განსხვავებულ ადამიანებს, აი საავადმყოფოში აი მისი ბოლო დღეს აი იქ ვიყავი ვხედავდი ისეთ ადამიანებს ერთმანეთს რო არასოდეს არ მიესალმებიან და ერთმანეთს მე უკვე როცა პატრიარქის გარდაცვალება დადასტურდა ერთმანეთს უსამძიმრებდა ეს ხალხი მათ შორის ბევრი ისეთი ადამიანი ნახე მე რა ვიცი რო არ მესალმება და ვერ მისალმები რა ვიცი იქ აღარ აი იქ უცებ წაიშალა ეს ხვარი ეს არის ალბათ აი
რაღაცა დიდი კრავს, რაღაცა უფრო დიდი გაერთიანებს. აი ამას ახერხებს პატრიარქი. მე მგონია რომ თავისი სიცოცხლით, თავისი ცხოვრების წესით სულ გაჩვენებს ამ მაგალითს და მომავალში ალბათ თუ ეს არ გვინდა რომ იყოს ფარისევლობა მართლაც და ცარიელი სიტყვები, როგორ მიყვარს მე ჩემ პატრიარქი, ალბათ ეს უნდა გამოვლინდეს იმაში, შემიძლია თუ არა ცადო მაინც რომ მივბაძო ისეთ სიყვარული შემეძლოს, როგორითაც მას უყვარდა, მათ შორის მისი მაგინებელი ადამიანები. აი მე სხვა შორის მომისმენია მისგან, სახელდაგვარს ვერ გეტყვით, არ არის ეთიკური, მაგრამ მასზე რომ აუგად ისაუბრა იმ ადამიანს, ესე როგორ საუბრობდა, აი ჩვენ მარტო ვიყავით მაშინ, როდესაც რა დავინახე, იცით? კი არ ბრაზობდა იმ ადამიანზე, დარდობდა. აი ესეთი ტკივილი მიაყენა მას და იმ ადამიანზე დარდობდა და ამბობდა რომ ეხა ის როგორ დაისჯებაო, მე ამაზე ნერვიულობ, აი განიცდიდა რომ პატრიარქს რო ატკინა გული, ამის გამო ის რომ რაღაცნაირად რაღაც სასჯელს მიიღებდა ადამიანურს თუ რელიგიურს, რა ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს, ამას განიცდიდა გულწრფელად. ეს არის სიყვარული და აი როგორ უნდა ვიპოვოთ გზა აი ესე ალბათ ერთმანეთთან მისასვლელი, სადაც კიდევ ერთხელ ვამბობ, მეორე ადამიანსაც უნდოდეს, რომ აი იმ სიკეთესთან იდგეს, იმ ღირებულებებთან იდგეს, რომ შეძლო მასთან რაღაცა საერთო იპოვო. პატრიარქი არის ესეთ მაგალითი, ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ის დროში ვცხოვრობდით. ვინც მას უსმენდით, ვეხებოდით, ვესაუბრებოდით. ეს კი გონია ჩვეულებრივი ამბავი, მაგრამ გავადრო და მივხვდებით რა მასშტაბის ადამიანი ყავდა სულიერ მამად და ეს რა დიდი წყალობა იყო ჩვენთვის და როგორი მაგალითი გვაქვს აი ჩვენ თვალს. ბატონო. ქავტორეკა ბოლო კითხვას დაგისვავთ და ამით დაგემშვიდობებით, აი როგორც თეოლოგები ამბობენ, საპატრიარქო კათედრა დაქვრივდა, თუმცა ახალი მწყემსთავრის არჩევამდე, როგორც ვიცით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მართავს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო მუჯირი, ხოლო უკვე პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, თუმცა არაუმეტეს 2 თვისა, მეუფე შიომ ეკლესიის გაფართოებული კრება უნდა მოიწვიოს, რომელზეც მოხდება ახალი კათოლიკოს პატრიარქის არჩევა. აი როგორ უყურებთ უკვე იმ პროცესს, რომელსაც საპატრიარქოში ექნება ადგილი შემდეგი 2 თვის განმავლობაში, ეს გითხარით, რამდენად მარტივად ან რთულად მოხდება თქვენი აზრით ახალი პატრიარქის არჩევა? არა, ეს მარტივი არ იქნება, ნამდვილად ვიჯერა და იქნება ძალიან დიდი და რთული პროცესები, მაგრამ წმინდესი ამბობდა, სულ ყველაფერი ღვთისნება საბოლოოდ და მაინც გადაწყდება, როგორც უნდა გადაწყდეს და როგორც უნდა მოხდეს და ყველა ვინც თავისუფლებას აძლევს, რომ რაღაცნაირად თავისი ინტერესი ჩადოს ამ პროცესში, ალბათ პირველ რიგში ამაზე უნდა იფიქროს, მერე ამას რა მოყვება და რა ელოდება და ყველაზე კარგი მაგალითი ყავს დღეს საქართველოს ეკლესიას, საქართველოს სულიერი მამის პატრიარქის სახით და სულ უნდა გაიხსენოს ალბათ ყველა გადაწყვეტილების დროს, აი პატრიარქი როგორ იმოქმედებდა. ასე რომ ჩვენ არ გველოდება მარტივი პროცესი, მაგრამ მომავლის სირთულეების გადალახვაშიც დაგვეხმარება ჩვენი პატრიარქი, იმიტომ რომ ის ისეთი მაგალითია თავისი სიტყვით, ქადაგებით, სიმღერით, გალობით, ხატვით, ყველაფრით, როგორ უნდა გადაწყდეს საკითხები, მე მჯერა, რომ ეს უდიდეს გავლენას მოახდენს ყველა შემდგომ პროცესზე მაინც. მადლობა ქავტონოეკა ჩართვისთვის დაგემშვიდობებით ეკაბესელია საუბრობდა პირდაპირ ეთერში ახლა კი რეკლამაზე გასვლა გვიწევს თუმცა ვიდრე რეკლამას გამოვაცხადებ მოდით მეუფე შიო რადგან ვახსენეთ მის შესახებ გავეცნოთ გარკვეულ ინფორმაციას იმის გათვალისწინებით რომ აი ილემერს გარდაცვალების გამოცხადების მომენტიდან დაიწყო სწორედ მიტროპოლიტ შიოს უფლებამოსილება როგორც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის მიტროპოლიტი შიო ერისკაცობაში გახლდათ
ელიზბარ მუჯირის პირველ თებერვალს 57 წლის გახდა არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი 2003 წლიდან სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მიტროპოლიტი ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ქართული სამრევლოების მმართველი მღვდელმთავარი 2017 წლიდან კი სწორედ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე უფრო დეტალურადაც მიტროპოლიტი შიო დაიბადა თბილისში დაამთავრა თბილისის კონსერვატორია 1999 წელს ბათუმის სასულიერო სემინარია, რის შემდეგაც სწავლა გააგრძელა მოსკოვის სასულიერო აკადემიასა და შემდეგ უკვე მოსკოვის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში 1993 წლის 5 თებერვალს, ანუ როცა ის იყო 33 წლის მორჩილი ელიზბარი აღკვეცეს ბერად და უწოდეს სახელად შიო. 1995 წლიდან ის იყო დიაკვანი, 96 წელს ეკურთხა მღვდლად, 97 წელს მღვდელმონაზონის შიო დაინიშნა თბილისის კლდისუბნის ეკლესიის წინათვრად, 1998 წლის 3 აპრილს მას მიენიჭა იღუმენის წოდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და დაადგინეს ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვრად. 1999 წლის 6 მარტიდან იღუმენის შიო თბილისის ანჩისხატის ტაძრის ღვთისმსახური იყო. იმავე წლის 20 სექტემბრიდან კი ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი. 2001 წლის ოქტომბრიდან იგი იყო მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, ხოლო 2003 წლის 18 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილებით აირჩიეს ახლად ჩამოყალიბებული სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის ეპისკოპოსად. ამავე წლის 7 სექტემბერს შეიმოსა ეპისკოპოსის სამოსით. 2009 წლის 30 აპრილს წმინდა სინოდმა მას ჩააბარა ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მრევლი. 2010 წლის 2 აგვისტოდან შიო მიტროპოლიტია. 2017 წლის 23 ნოემბერს კი როგორც გითხარით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ბრძანებით გახდა კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრე. ეს მიტროპოლიტ შიოს ბიოგრაფიული ცნობები, რომელიც საკმაოდ მრავალფეროვანი და ტიტულოვანია, თავისუფალ სტუდიაში კი ახლა რამდენიმე წუთით რეკლამა გამოვაცხადოთ. მაშასე რეკლამის შემდეგ ვაგრძელებთ პირდაპირ ეთერში მუშაობას. როგორც იცით, დღეს პატრიარქის დღე გვაქვს. ვსაუბრობთ ილია მეორის ნახევარ საუკუნოვან გზაზე, რომელიც მასთან ერთად ჩვენმა ქვეყანამ გაიარა. ვსაუბრობთ ეკლესიის გაძლიერებაში, მის როლზე საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში და ამავე დროს უკვე მოგვიწევს, რომ კითხვები დავსვათ იმის შესახებაც, რა იქნება მომავალში. მაშასე გვერდება კიდევ ერთი სტუმარი, პოლიტიკოსი არმაზ ახლებდიანია ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონ არმაზ და მადლობა რომ გვესწრეთ. დიდი მადლობა თქვენ. ბატონ არმაზ, გლოვის დღეები აქვს საქართველოს სამწუხაროდ დასრულდა ჩვენი პატრიარქის ილია მეორის თითქმის ნახევარ საუკუნოვანი მმართველობა, რომელიც სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი მმართველობა იყო რელიგიურ ლიდერებს შორის. 93 წლის ასაკში გარდაიცვალა ილია მეორე, რითაც მთავრდება მისი ეპოქა და იწყება ახალი. ამიტომ დღეს მინდა ვისაუბროთ სწორედ იმაზე, როგორ უნდა შეფასდეს გზა, რომელიც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან რიგით მეცხრე კათოლიკოს პატრიარქმა გაიარა. ერთ-ერთი ადამიანი წერდა 2 დღის წინ სოციალურ ქსელში, ჩვენ ყველანი დავობლდითო და მე პირადად ნამდვილად ვიზიარებ ამ შეფასებას. გითხარით თქვენი პოზიცია, რა ეპოქა შექმნა ილია მეორე და რა ტიპის ეპოქა შეიძლება დაიწყოს უკვე მისი წასვლის შემდეგ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. უპირველესად აი ამ დღეების განმავლობაში რომ საუბრობთ, სხვები, ყველას დიდი პატივისცემა ჩემგან, ვინც იგონებს, იხსენებს და მართალ სიტყვას ამბობს მის შესახებ. მეც მიწევს საუბარი ახლა თქვენს ეთერში, მაგრამ ჩემს საკუთარ თავს ცხადია არავის სხვას, მხოლოდ ჩემს საკუთარ თავს რაღაცნაირად იცით პერიოდულად შევახსენებ ხოლმე. ისე არ გამომივიდეს რომ საუბრობ ამ დიდ ადამიანზე და პირდაპირ ან ირიბად რაღაცნაირად ჩემი თავის წარმოჩენა მინდა თითქოს. ეს ძალიან საფრთხილო თემაა ყოველთვის და ამიტომაც აი ამის გააზრებით ვეცდები რომ გითხრათ ჩემი აზრი მოკრძალებით. ჯერ ერთი სათქმელია ის რომ კიდევ დრო უნდა გავიდეს საკმაო რომ შეფასდეს მისი დიდი მემკვიდრეობა. თუმცა რაც უკვე ითქვა და რაც შეფასებას უკვე ექვემდებარება, საკმარისია იმისთვის სავსებით რომ ვთქვათ პირველი ეპოქა სინამდვილეში ეს ჩემი ვიტყოდი ასე კატეგორიული აზრია.
ეპოქა კი არ დასრულდა, ეპოქა კი არ გრძელდება, ეპოქა შეიძლება ითქვას იწყება. და მე ახლა ვეცდები რომ აგიხსნათ რაშია საქმე. საქმე ისაა რომ პატრიარქის მემკვიდრეობა არის იმდენად ღრმა, იმდენად მასშტაბიანი, იმდენად სცდება ეკლესიის საზღვრებს და თქვენ წარმოიდგინეთ იმდენად სცდება საქართველოს საზღვრებსაც კი, რომ შეიძლება ახლავე ითქვას, რომ ამ მემკვიდრეობის სწორად გააზრების შემთხვევაში ჩვენ ქართველებს, ქართველ ერს, ქართულ სახელმწიფოს გვაქვს შესაძლებლობა, რომ ამის შემდეგ და ასე ვიტყოდი, ამის შემდეგ მაინც დავიწყოთ ახალი ფურცელი ჩვენს ცხოვრებაში. იცით, ნებსით თუ უნებლიეთ ქალბატონო ლელა მახსენდება ერთი ამბავი. ამბავი კი ასეთია. მე-4-მე-5 საუკუნის მიჯნაზე, უფრო მეტად მე-5 საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა ერთი გამორჩეული მღვდელმთავარი, კირილე ალექსანდრიელი პატრიარქი. ძალიან დიდი მოაზროვნა და თანაც ადამიანი, ვინც მოახერხა და მაშინ ერთ-ერთ ყველაზე დიდ ერეს ნესტორიანობას არათუ ზურგი აქცია, არამედ ის დაამარცხა სრულად. მაგრამ მის ცხოვრებაში არის ერთი უხერხული ეპიზოდი ამ უდიდესი წმინდანის. ის, როგორც მისი ბიძა, ისიც ალექსანდრიის პატრიარქი თეოფილე და მთელი მისი ოჯახი დიდი მოაზროვნეებისა იმ აზრის მომხრე იყო, რომ მე-4 საუკუნის მთელი საქრისტიანო საყრდენი იოანე ოქროპირი მოეხსენებინა ცოტა აუგად. ხო და ხდება ასეთი რამ, მიუხედავად მრავალგზის გაფრთხილებისა, წმინდა კირილეს აფრთხილებდა მაშინ კირილე ალექსანდრიელს აფრთხილებდა ერთი დიდი ბერი ისიდორე, რომ იქნებ შეცვალოთ თქვენი დამოკიდებულება დიდი იოანე ოქროპირის მიმართ, მაგრამ არა ეს საოჯახო ტრადიცია რაღაცნაირად თავისსა შვებოდა და ერთხელაც კირილე ალექსანდრიელს ესეთი ფაქტია ცნობილი, გამოეცხადება დიდებულ მშვენიერ ტაძარში თავად ღვთისმშობელი წმინდანების და ანგელოსთა დასის თანხლებით და მათ შორის არის დიდი იოანე ოქროპირი და ღვთისმშობელი, რომელსაც კირილე ალექსანდრიელმა დიდი პატივი მიაგო და ნესტორიანელობის დაგმობა სწორედ ღვთისმშობლის ღვთისმშობლად აღიარებას ეხებოდა, თხოვს იოანე ოქროპირს, იქნებ აპატიო კირილესო და როცა დაინახავს, რომ იოანე ოქროპირი ყოყმანობს, იქვე დაამატებს, ჩემი ხათრით იქნებ აპატიო. ამ ყველაფერს ქალბატონო, მაპატიეთ ერთი წამით თხოვთ მაპატიოთ, იქნებ ჩემი ხათრით აპატიო ეუბნება. და რა თქმა უნდა, ის აპატიებს გადაეხვევა, კირილე ალექსანდრიელი შეინანებს, შეკრებს მისი ეპარქიის სხვადასხვა შტოს მღვდელმთავარს და დიდ ტრაპეზს მოაწყობს საზეიმოს. მე ახლა ეს მახსენდება, იმიტომ რომ პატრიარქი ილია ბოლო წლების განმავლობაში მთელი მონდომებით ცდილობდა, რომ შერიგება ყოფილიყო საქართველოში. როცა ის ისე დაუძლურდა ფიზიკურად და არა მხოლოდ დაუძლურდა, ამის იქეთ აღარ გადავალ საუბარში და ვეღარ შესაძლოა მისი იმ ომახიანი ხმის ჩვენთვის მოწვდენა და ახლა უკვე მიიცვალა, გარდაიცვალა, მე ვფიქრობ, ჩემი მოგრძალებული აზრით და ეს ისტორიაც მხოლოდ ამიტომ გავიხსენე აქ თქვენს ეთერში, რომ ყველაზე დიდი პატივისცემა მისი ხსოვნის მიმართ, მისი მემკვიდრეობის მიმართ იქნებოდა ის, თუ ამ შემთხვევაში ის ვის ხელთაც არის ძალაუფლება. ამიტომაც იოანე ოქროპირი მოვიყვანე, ის იყო უპირატესი. ანუ ხელისუფლება დღევანდელი დათმობს და წავა გონივრულ კომპრომისზე საქართველოში დიდი თანხმობის, ეროვნული თანხმობის მისაღწევად. ის თუ გადადგამს ამ პირველ ნაბიჯებს, მე კი უნდა ვთქვა, რომ ჩვენც გადავდგამთ, მე დარწმუნებული ვარ, მე არ მაქვს ახლა არავითარი მანდატი ოპოზიციის მხრიდან რომ თქვა, რომ ვინ რას გადადგამს, მაგრამ მე მჯერავს მოიძებნებიან ასეთი ადამიანები. ჩვენ ვართ ვალდებული
დადებული. თუ ეს ვერ გავაკეთეთ აქამდე, რომ გავაკეთოთ ახლა რაღაც აი ასეთი ძალიან განსხვავებული უცნაური შანსი მოგვეცა, რომ გადავდგათ ნაბიჯები დიდი ეროვნული თანხმობის მისაღწევად საქართველოში სამართლიანობის საზეიმოდ. წმინდა სინოდმაც გაავრცელა გუშინ განჩინება ზუსტად იგივე საკითხზე, ცოდვების აღიარების, მიტევების, მე ცოტა სხვა რამეს ვამბობ ოღონდ. მეტი სიყვარულისკენ ცოტა სხვა რამეს ვამბობ პირდაპირ გეტყვით. პატრიარქის უნიკალურობა იცით რაში მდგომარეობდა, ქალბატონო ლელა? იცით რა იყო? ის როცა მოგიწოდებდა, თან თვითონ ნაბიჯს დგამდა. აი ეს არის მთავარი ყოველთვის. მე შეიძლება თქვენ აქ გითხრათ და გავიდე და საპირისპირო ვაკეთო. მნიშვნელოვანი ის არის, რომ არა მხოლოდ ჩემი ბაგეებით, პირობითად ჩვენი ბაგეებით მოუწოდოთ შვიდობისკენ, ერთობისკენ, თანხმობისკენ, რაც არაერთხელ მოგვისმენია ვთქვათ, ხელისუფლების მხრიდანაც. არამედ გადავდგათ ნაბიჯი. საპატრიარქომ აიღოს შუამავლის, იკისროს შუამავლის როლი, ამას ამბობთ? მე იმას ვამბობ მხოლოდ, რომ ყველაზე დიდი პატივისცემა პატრიარქის ხსოვნისა და მისი მემკვიდრეობის სწორად გააზრება და საქართველოსთვის ყველაზე სასიკეთო ნაბიჯის გადადგმა დღეს ამ ვითარებაში იქნებოდა სწორედ ის, თუ ხელისუფლება გადადგამდა რამდენიმე მნიშვნელოვან არსებით კომპრომისულ ნაბიჯს, რაც განმუხტავდა ქვეყანაში ვითარებას და შექმნიდა თვისობრივად ახალ გარემოს იმისთვის, რომ არა მოჩვენებითი, არამედ რეალური დიალოგი დაწყებულიყო საქართველოში სამართლიანი მშვიდობის, სამართლიანობის და ნორმალურობის მისაღწევად და საპატრიარქოს ცხადია და მომავალ პატრიარქსაც ვინც იქნება ის, ღვთისწყალობით ეს მოხდება ასევე სამართლიანობის გარემოში და ღვთისკარნახით და ღვთისნებით მისი არჩევა, მომავალი პატრიარქიც და სასულიერო დასი, საპატრიარქო სინოდი ამას ხელს შეუწყობს. იმიტომ რომ აი თუ კი ვიმეორებ, რამე მახსოვს, რამე ყოფილა მთელი ამ ათწლეულების განმავლობაში პატრიარქის მხრიდან, ეს იყო არაუბრალოდ მოწოდება, არამედ აი პირდაპირ მისი ფიზიკური მონაწილეობა, მისი ფიზიკური ყოფნა, რომ ეს შერიგება საჭირო დროს, ეს კომპრომისი გამონახულიყო და ასე მგონია იქნებ ვინმე თქვას რომ ვწდები და ვაჭარბებ, მაგრამ მე როგორც ერთ ადამიანს, თან იმ ადამიანს, ვინც სხვაც იცნობდა, მაგრამ შესაძლოა კიდევ სხვაგვარად რაღაც გარემოების გამო ვიცნობდი მას, ვაძლევ თავს უფლება ვთქვა, რომ აი ამით ჩვენ მის სულს გავახარებდით, რომ დღეს გვეზრუნა იმაზე, რასაც ახლა ვხედავთ, ასე ხილულად 2-3 საათის წინ დიდსამებაში მივედი და სხვამაც ნახა, მაგრამ ეკრანიდან რომ ნახულობ, თქვათ ქალბატონელა ეს ერთია და იქ რომ ხედავ აულაბრის მეტროდან დაწყებული რიგი რომ იწყება და ადამიანები რა პატივისცემას გამოხატავენ ერთმანეთის მიმართ, რაც ცრემლით ჩადიან ისევ მეტროში, ეს ხომ ამას ხომ ვერ დადგამ, ვერ ითამაშებ, მოდით პატივი ვცეთ, აი კირილე ალექსანდრიელის შემთხვევა რომ გავიხსენე, ეუბნება რა ღვთისმშობელი იოანე ოქროპის ჩემი ხათრით დაუთმეო. აი ჩვენ თუ გვაქვს ხათრი ან პატრიარქის, ან საქართველოს, ან ერთმანეთის, აი ეს უნდა მოხდეს, ეს დიდი შერიგება, ამ შერიგების მომენტუმი უნდა დაგვიდგეს. აი ამის თქმა მინდოდა. აი ნახოთ ქვეყანაში შექმნილი ვითარების მოგვარების თვალსაზრისით ექნება თუ არა კონკრეტული შეთავაზებები და ნაბიჯები საპატრიარქოს და სამღვდელოებას, ეს გამოჩნდება იქამდე დღევანდელობას მინდა დაუბრუნდეთ პატრიარქის გარდაცვალების ძალიან სამწუხარო ფაქტს და ამავე დროს ვისაუბროთ იმაზე, რა შეიძლება იგივე საპატრიარქოში იყოს ილია მეორის წასვლის შემდეგ. აი თვითონ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ ეკლესიის გაფართოებული კრება, რომელზეც სწორედ ახალი კათოლიკოს პატრიარქი უნდა იქნას არჩეული, უნდა მოიწვიოს ილია მეორის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს 2 თვისა. აი რა გონიათ პატრიარქის შემდგომი ეპოქის მთავარი გამოწვევები, ესეც რომ გითხრათ და უშუალოდ საპატრიარქოში რა პროცესებს ელოდებით შემდეგი 2 თვის განმავლობაში. ხომ გაგვიგია ყველას ასეთი დიდებული ბრძნული გამოთქმა, ხე ნაყოფით შეიცნობაო, ასეა, ხომ ასეა? ხო და აი მე ასე მიმაჩნია, რომ და ახლა თქვენს კითხვას უპასუხებ აქედან გამომდინარე, რომ მართალია აქ-აიქ
არ მოგწონებია. მღვდელიც არ მოგწონებია შესაძლოა. გადაწყვეტილებაც არ მოგწონებია, მაგრამ რაღაც მთავარი მაინც უნდა ვთქვათ, რომ ეს პერიოდი ხასიათდება პატრიარქობის ჟამი იმით, რომ ვისაც სურვილი კი ჰქონდა ქალბატონო ლელა, ვისაც კი ჰქონდა სურვილი, მღვდელი ყოფილიყო, ვისაც კი სურვილი ჰქონდა, რომ ეკლესიის სიკეთით დამტკბარიყო, ვგულისხმობ ადამიანს ჩვეულებრივს, ანუ წმენაში ყოფილიყო, ყველას ამის ფუფუნება, შესაძლებლობა გქონდა და გვაქვს. ეს დიდი რამ არის, შეუზღუდავად. ახლა ამას იცით რატომ გეუბნებით თქვენი კითხვის კონტექსტში, რომ ჩემი დაკვირვებით დღეს სინოდში არის არაერთი ღირსეული მოწაფე კათოლიკოს პატრიარქისა. და ამით სხვათა შორის არ ვფიქრობთ, რომ ასე მიჯაჭვულობას ხაზს უსვამ მხოლოდ პატრიარქზე. პატრიარქის მოწაფეობა მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს ღირსეული, თუ სინამდვილეში ეს მოწაფე ქრისტეს ღირსეული მოწაფეა. თუ აქ წინააღმდეგობაა, მაშინ არაფერი არ გამოდის და აი წინააღმდეგობა რომ არ არის და ასეა ჩემი გადასახედიდან ეს დიდებული მონაპოვარია. მე იმედი მაქვს. აი მინდა დავიჯერო, რომ ამჯერად ამ შემთხვევაში მოხდება ჩაურევლად ნებისმიერი ძალის მხრიდან თავისუფალ გარემოში ეს სიტყვა საკრალური და უმნიშვნელოვანესია სულიწმინდის მადლის კარნახით პატრიარქის არჩევა. ეს არის ისეთი რამ, რასაც ყველა უნდა არაუბრალოდ გაუფრთხილდეთ, მოვერიდოთ, არამედ იმედი გაქვთ თუ ნაკლებად არის მოსალოდნელი პოლიტიკური ხელისუფლების ჩარევა ამ პროცესში, იმიტომ რომ არმაზ გუშინ ჟურნალისტებს ამავე საკითხზე საუბრისას გეტყვით რა უთხრა მთავარეპისკოპოსმა ზენონმა, რომელიც იყო წლები პატრიარქთან ძალიან ახლოს მდგომდა, დაახლოებულ, მოკლედ მარტივად რო ვთქვათ, პირად მოიაზრებოდა. ჩვენ გქონდა საუბარი და პატრიარქმა თქვა, ვნერვიულობ რა იქნება ჩემს შემდეგ, არც ხელისუფლება და არც არავინ შემდეგი პატრიარქის არჩევაში არ უნდა ჩაერიოს. ეს არის ჩემი სურვილიო კიდევ ერთხელ მთავარეპისკოპოს ზენონის ინფორმაციით ასეთი საუბარი შედგა მასსა და ილია მეორეს შორის. აი კიდევ ერთხელ ის კითხვა რეალურად რაც უკვე დაგისვით. როგორ ფიქრობთ, რა მოხდება? რისის შანსი უფრო აი თავი რომ დავანებოთ თქვათ იმას აი პერსონალურად თქვენ რას ისურვებდით ახალი პატრიარქის არჩევის საკითხის დადგომისას რა მოხდება შესაბამის პირებში შორის ძვირფასო ქალბატონო ლელა მორიდებით ვიტყოდი ამ კითხვაზე საპასუხოდ ასეთ რამეს ბავშვი რომ გავაჩეროთ ახლა დედასთან ერთად მიმავალი ამ საღამოს ქუჩაში და ვკითხოთ ალბათ მამაო ჩვენოს ზეპირად ისიც იტყვის და აი ამ დიდებულ არამქვეყნიურ ტექსტში საგალობელში ჰიმნში არის ერთი საკრალური ნაწილი იყავ ნება შენი აი თუ მოხერხდება ისე და მე იმედი მინდა მქონდეს რომ ასე მოხერხდება რომ გადაწყვეტილების მიმღებნი მხოლოდ ამ პრინციპით იხემძღვანელებენ რომ იყოს ნება ღვთისა აი ამ უდიდესი არჩევანის გაკეთების დროს მაშინ გაიხარებს პატრიარქის სულიც და იხარებს საქართველოც ეს შემიძლია გითხრათ ზუსტად და დაბეჯითებით პატრიარქი კი 8-9 ფაქტობრივად ნახევარი საუკუნის წინ აღსაყდრდა დიდი ხნის წინ მას შემდეგ საპატრიარქო არჩევა არ ყოფილა პატრიარქის არჩევა მაგრამ ის კი მახსოვს მე პირადად ჩემი მოგზაურებული დაკვირვებით რომ ყველა მართლობის დროს ქალბატონო ლელა ყველა დღეს კი არა მარტო სიმართლე უნდა ვთქვათ წინა იმის წინა მანამდე ყოველთვის იყო მცდელობა გავლენის უხერხულის ჩარევის ზოგჯერ სხვათა შორის იმისაც ქალბატონო ლელა რომ არსებული პატრიარქი შეეცვალათ სხვადასხვა დროს დიდი ისტორიებია დადგებად რომ ამაზე ვინც გაცნობიერებულია ის ჩემზე უკეთ იტყვის თუ საჭიროა ცოტას მეც ვიტყვი მაგრამ დღეს ვხედავთ რომ ამ უდიდეს რაღაც ერთსულოვნებას მთელს ქვეყანაში ყველა რომ გაგვაერთიანა ყველა გესმით ერთმანეთთან დაპირისპირებული გავერთიანდით თითქოს ის ჟამი დადგა როდესაც მოწყურებული წყალთან მისული ნადირი თუ მოსანადირებელი და პირიქით
ყველა ერთმანეთს ვუთმობთ, გესმით? და იქნებ ეს მომენტუმი გამოგვეყინებინა მეთქი. აი ეს იყო ჩემი იმ სათქმელის მთავარი იდეა და აზრი და ამას ხელს შეუწყობს აი ასეთ ვითარებაში, სამართლიან ვითარებაში. ღვთისნების გათვალისწინებით პატრიარქის გამორჩევის და დადგენის თემა, პროცედურა. აი ეს იქნებოდა პირდაპირ ვიტყვი წამალი. ეს იქნებოდა საზრდო მომდევნო სწორი ნაბიჯებისთვის არა მხოლოდ ეკლესიაში, არამედ მთელს ქვეყანაში. ამის შანსი გვაქვს ახლა და ასევე იმის შანსი გვაქვს, რომ დღევანდელმა მართველმა ჯგუფმა აი ყველაფრის მიუხედავად, გუშინ იცით რა მახსენდება მიხეილ სარჯველაძე, მახსენდება საავადმყოფოში, როდესაც აცხადებდა უკვე გარდაცვალების შემდეგ ამბავს. ობიექტურად მინდა გითხრათ, რომ მან ასეთი ერთი ფრაზა თქვა, ხვალიდან სხვა საქართველო იქნება. ეს ისეთი ემოციით თქვა ადამიანურად, რაღაცნაირად შემძრა ამ ნათქვამმა, იცით? ყველა ადამიანია, ყველა და რაღაც ეს მოქმედებს, მაგრამ იქნებ დაგვიდგეს მომენტი, რომ ემოციას მივცეთ მიმართულებაც და ეს მიმართულება იყოს საქართველოს დღეის და ხვალის საუკეთესო ინტერესისთვის ერთადერთი სწორი სავალი და გადაწყვეტილება. აი რითიც მაინც ვინმე თუ მკითხავს, ერთი რამით დატოვა ყველაზე დიდი კვალი პატრიარქმა სხვა მრავალთან ერთად საქართველოსთვის და მომავალი თაობებისთვის ისაა, რომ ბოლომდე უკომპრომისოდ უერთგულა ქართულ ეროვნულ იდეას და ინტერესს. ბოლომდე უერთგულა საქართველოს ნორმალურობის იდეას, სხვათა შორის საქართველოს ევროპულ იდეას, ასევე შემიძლია ეს ცხადად გითხრათ, აი პირდაპირ, ის ყოველთვის სწორ არჩევანს აკეთებდა ამ მხრივ და ჩვენ თუ ვამბობთ, რომ პატივს ვსცემთ და ჩვენ თუ ვამბობთ, რომ გვინდა მის მემკვიდრეობას შევეხიდოთ, მოუვაროთ და გავამრავლოთ, აი ეს არის ერთადერთი სწორი გზა. დავთმოთ ყველამ, დავაცხროთ ჩვენი ემოციები და არ ვიცი თქვენ ბოლო კითხვა გქონდათ თუ კიდე უნდა რამე ვთქვათ, მაგრამ მე ვიტყოდი ასე ბოლოსთვის, შესაძლოა რომ აი საქართველოს ხათრით პატრიარქის ხსოვნის პატივისცემის ხათრით იქნებ მოახერხოთ ეს ეროვნული თანხმობა, გადავდგათ პირველი ნაბიჯები და გადადგას მან ვის ხელშიც არის უმთავრესი ბერკეტი. კიდევ ერთხელ ბატონო, როგორ გამვითარდება პროცესები, ამას ერთად ვნახავთ, ვის რისკი. ნახავთ, მაგრამ შეუწყოთ ხელი, გესმით, რომ ვნახავთ, მე არ მინდა რომ ვნახო, მე მინდა რომ თან ოდნავ, აი რამე მაინც სასიკეთო ერთი გავაკეთო, მაგრამ როცა იტყვიან ხოლმე, იმედი მაქვს, სულ ვაპროტესტებ, იცით? იმედი არა, იმედი უნდა ჩვენ მოვიყვანოთ. იმედი ღმერთი მისინებაა, მაგრამ შენ თუ არ ინდომებ, არ ჩაგერევა. ამიტომაც ჩვენ ვცადოთ, ჩვენ მოვინდომოთ, ჩვენ ძალისხმევა გავიღოთ. მე ჩემი ამბიცია გადავდო, სხვა მსხვისი, ვისაც მეტი შეუძლია, იმან მეტი დათმოს. საქართველოს გულისთვის. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ეს პრობლემა, რაზეც საუბრობს და ჩვენ სხვა გადაცემებში უკვე რა თქმა უნდა განვაგრძობთ ამ თემაზე საუბრობს. იქამდე დღეს, ასე ვთქვათ, პატრიარქს მინდა რომ დავუთმოთ. სულ ამაზე საუბრობ პირდაპირ გეტყვით. ამიტომ მოდით ერთი ორი კითხვა უკვე უშუალოდ პატრიარქის ცხოვრების და მოღვაწეობის კონტექსტში დავსვათ და აი თავი რომ დავანებოთ, ვთქვათ, იმას რომ განუსაზღვრელად გაიზარდა უშუალოდ მისი ავტორიტეტი და რეპუტაცია ეკლესიაში მისი წინამძღოლობის დროს ის ყოველთვის ჩნდებოდა და რჩებოდა რიგ შემთხვევაში იმ ქარტეხილების ეპიცენტრში, რომელიც ჩვენს ქვეყანას გასული 10 წლეულების განმავლობაში გამოუვლია. ამიტომ მართლაც მინდა რომ რამდენიმე წუთი მაინც დავუთმოთ ამ ამბების შეფასებას. აი ყველას ახსოვს მაგალითად პატრიარქის განცხადება 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებისას, ყველას ახსოვს რა გააკეთა ილია მეორემ აგვისტოს ომის დროს და ასე შემდეგ. აი ამ კუთხით როგორ აღწერდით მის მოღვაწეობას რთული ისტორიული ეტაპების დროს, მისი პოზიციონირება როგორ შევა თქვენი აზრით საქართველოს ისტორიაში? ჩემი დაკვირვებით ითქმება აუცილებლად მრავალგზის ნათქვამი და უფრო მეტად ითქმება, რომ არ ყოფილა არც ერთი წყლული საქართველოს, არც ერთი ტკივილი, რომელიც მას არ ტკიოდა და რომლის შესახორცებლადაც მან ყველაფერი არ გაიღო. და აქვე
არ შეიძლება არ ითქვას ამ ქარტეხილიან ნახევარ საუკუნეში ვინც ის რამდენჯერ იქნებ რა არასწორადაც გამოვიდა, მაგრამ პატრიარქის ვიტყოდი ასე სიბრძნე, კეთილგონიერება სწორედ ისაა, რომ ის ყოველთვის ახერხებდა, რომ გაეთვალისწინებინა გამოცდილება, უარყოფითი, დადებითი და ყოველთვის ეპოვა სწორი გამოსავალი. მე არ მახსენდება ჩემი მოგრძალებული გამოცდილებიდან და გადასახედიდან არც ერთი ეტაპი, არავის გასაჭირი, პიროვნულიც და საზოგადოებრივიც. ერთი სოფლის კონკრეტულის თუ ერთი დიდი სფეროს, თქვათ საგანმანათლებლოს, რომ მისთვის ეს ყოფილიყო არა რაღაც სათქმელად ნათქვამი და უბრალოდ სოლიდარობის გამოცხადების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი, არამედ სადაც ის ბოლომდე არ ყოფილიყო სამართლიანობის მხარეს. ამიტომაც ეს ფიქრობ დარჩება როგორც საოცარი მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება უანგაროდ, უკომპრომისოდ, მთელი გულით და თავდადებით ემსახურო შენს ქვეყანას და ეკლესიას. მიუხედავად პატრიარქის უდაოდ მაღალი რეპუტაციისა და ავტორიტეტისა, უნდა ითქვას ისიც, რომ მის მიმართ კრიტიკაც არსებობდა, იყო აზრთა სხვადასხვაობა ცალკეულ საკითხზე, მათ შორის პოლიტიკურად მნიშვნელოვან თემებთან მიმართებაში. აი, ამ კუთხით პრეტენზიებს თუ გქონდა თქვენი აზრით საფუძველი, იმიტომ რომ აი თავად საღვთელოება და გუშინაც გაკეთდა სასულიერო პირების მხრიდან შესაბამისი განცხადება, ყველას, ვისაც კი უწმინდესისთვის აუგი უთქვამს, მიმართავს ითხოვონ შენდობა. რა თქმა უნდა, კრიტიკული აზრი იყო და იქნება და ყველა თავისუფალია ამ თავის არჩევანში, როცა კრიტიკული შეიძლება იყოს რაციონალური, რატომაც არა და მე მახსოვს არაერთი შემთხვევა, როდესაც პატრიარქს არ გასჭირვებია კრიტიკული აზრის მოსმენა და სწორად მისი აღქმა. მაგრამ როდესაც ხდება ხოლმე ზოგჯერ ცხოვრებაში გონება დაგიბინდდება და ვეღარ არჩევ ვერანაირად კარგს და ცუდს, მაშინ რთულია ძალიან რთულია და მე მიმაჩნია რომ პატრიარქის დიდკაცობა სწორედ ის იყო, რომ ვისაც ასე დაუბნელდებოდა ხოლმე გონება ხდება ზოგჯერ ასეთი რამ ადამიანის ცხოვრებაში, იმას განსაკუთრებით ჩაიხუტებდა, იმას განსაკუთრებით გაუწვდიდა ხელს და მისთვის განსაკუთრებით ილოცებდა ხოლმე ეს ბევრს უთქვამს, არაფერს ახალს მე თქვენ ახლა არ გეუბნებით. მაგრამ ის კი არის, რომ არსებობს მაინც ფართო, მასშტაბური პროცესი და გადასახედი. აქა-იქ შესაძლოა არაერთი არასწორი ნაბიჯის მიუხედავადაც კი ეს ეპოქა, რომელიც როგორც თავში გითხარით, კი არ სრულდება, არამედ გრძელდება და შეიძლება რაღაც ახალი და არსებითად ახალიც კი იწყება, დახასიათდება ჩემი დაკვირვებით, როგორც დიდი პატრიარქის ილია მეორეს ხელით, მისი პატრიარქობით და ღვთის მადლით საქართველოს ძველიდან არსებითად ახალზე. სიბნელიდან სინათლისკენ და ნორმალურობისკენ გადასვლის ერთი გრძელი გზა, რომელსაც პატრიარქმა მიუძღვნა მთელი თავისი ცხოვრება. პატრიარქობისაც, მღვდელმთავრობისაც სხვათა შორის და ბერობისაც. იმიტომ რომ მისი სიდიადე, აი ესეც უნდა ითქვას, ის იყო რომ იყო რა დიდი პატრიარქი, ის უპირველესად დიდი მლოცველი ბერი იყო. აი ეს ზოგჯერ ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს ავიწყდება, გვავიწყდება ხოლმე პოლიტიკაში მყოფთ, რომ პოლიტიკოსი კი ხარ, მაგრამ ადამიანი უნდა იყო ჯერ, ადამიანი. და საეკლესიო იერარქი რა სიმაღლეზეც არ უნდა იყოს, ჯერ უნდა იყოს ადამიანი, ჯერ უნდა იყოს ერთი უბრალო, თავმდაბალი, სინანულში მყოფი, ყველასთვის სიკეთის მოშურნე და გაბედული ბერი. არა მშიშარა, აი ასეთი იყო. დიდი კომპრომისების მცოდნეთ სხვათა შორის, დიდი დიპლომატიის მცოდნეთ, ზოგჯერ მგონია რომ ეკლესიის მეთაური რომ არ გამხდარიყო, შეიძლება ქვეყნის მეთაური გამხდარიყო, იმხელა სიბრძნეს ფლობდა ის და ისეთ დიპლომატიას და ისეთ უნარს, მაგრამ მადლობა ღმერთს რომ აი ასე მოხდა როგორც მოხდა.
ჩვენ გაგვიმართლა ყველას. წმინდა სინოდის გაწყვეტილებით პატრიარქი ილია მეორე დაიკრძალება სიონის ღვთისმშობლის ტაძარში, როგორც საღვთელოება ამბობს, ეს იყო თავად პატრიარქის ნება, რაც შესაბამისად სინოდმა აღასრულა. ამ გადაწყვეტილებას როგორ უყურებთ, სიონი თუ სამება, ერთგვარად დისკუსიის საგანი გახდა, რომელი ტაძარი უფრო არის პატრიარქის სახე, თუ პატრიარქი რომელი ტაძრის სახე უფროა. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ასე გადაწყდებოდა, იმიტომ რომ უპირველესად ვიცოდით ბევრმა, რომ ეს იყო პატრიარქის ნება, რომ სიონში დაკრძალულიყო. რა საოცრებაა რა ქალბატონო ლელა, რომ არც ავადხარ ბევრი წლის წინ, არც არაფერი თითქოს არ ჩანს ჰორიზონტზე ისეთი, მაგრამ პატრიარქმა როგორც ამბობენ და მერე მეც გავიგე ამის შესახებ, მაშინ დაიწყო ჯერ კიდევ ფიქრი აი ამ ფერიცვალებაზე, გარდაცვალებაზე, საუკუნო სამყოფელზე, როცა ზოგ შეიძლება ეგონა რომ ჯერ მხოლოდ ყველაფერი წინაა. დიდებულია, როდესაც ადამიანი ფიქრობს გარდაცვალებაზე. როცა ფიქრობ, რომ შენ აქ მარადიულად არ ხარ და შესაბამისად არ ებღაუჭები აი ამას. იმიტომ რომ იცი რომ არც არაფერი გაყვება და როცა არ ებღაუჭები, გინდ სასულიერო პირი იყავი და გინდ საერო მით უფრო პოლიტიკაში და ხელისუფლებაში მყოფი, მაშინ როგორც წესი რა ხდება იცით? სწორად მიდიხარ და თუ ცდები, მე ამას სწორად იაზრებ და სწორად მიდიხარ. აი ამის მაგალითი მოგცა დიდმა პატრიარქმა ილია მეორემ. თუ გვინდა რომ მივბაძოთ, მოდით ვცადოთ და მივბაძოთ. მოდით ვცადოთ, მივბაძოთ და შევძლოთ ახლა მაინც ამ საყოველთაო გულწრფელი გლოვის ჟამს, რომელიც სადღაც მოდით ვთქვათ, რომ არის გაცისკროვნებული რაღაც უცნაური სიხარულით, ნეტა რითი, ერთი იმით, რომ ამას გარდაცვალება ჰქვია და მეორე უდიდესით, რომ აღდგომა მოდის პირდაპირ იმნიშნულობით სულ მალე დადგება ბრწყინვალე აღდგომა და აღდგომა საქართველოსთვის მე მჯერა, რასაც მიუძღვნა მისი მთელი ცხოვრება პატრიარქმა ილია მეორემ, ამ დიდმა, ბრძენმა, კეთილგონიერმა, სასულიერო წყემსმა, სულიერმა წყემსმა და დიდმა ადამიანმა. ჩვენ ვინც ახლა ჩვენ საქებარი სიტყვებით ვამკობთ მას და მჯერა რომ გულწრფელად იქ ხარ შენ თუ აქ ხარ, დიდი ხარ თუ პატარა ხარ, ვცადოთ რომ დავაცხროთ ჩვენი ამბიცია და მოვახერხოთ საქართველოსთვის უკეთესი გზის პოვნა. შერიგებით, კომპრომისით, კეთილგონიერებით. ჯერა რომ შესაძლოა ასე იყოს. მადლობა ბატონ არმაზ, კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის და დაგემშვიდობებით. არმაზ ახვლედიანს როგორც გითხარით ვემშვიდობებით, თუმცა მივესალმებით დღეისთვის ბოლო სტუმარს, რომელიც ჩართვით შემოგვერთდება და ასევე პატრიარქის შესახებ გვეტყვის მის სათქმელს, მუსიკოსი და არტისტი გია ბაღაშვილი დაგვითმოს ამჯერად დროს. გამარჯობა ბატონ გია და მადლობა რომ შემოგვერთით. მოგესალმებით. ბატონ გია, სამწუხაროდ ამბავი, რაზე სასაუბროდაც გადაცემაში დაგპატიჟეთ, ძალიან მძიმეა, გარდაიცვალა საქართველოს პატრიარქი, რომელიც 59 წლის განმავლობაში იყო ქვეყნის სულიერი წინამძღოლი, თუმცა როგორც საღვთელოება გვეუბნება და ეს ნამდვილად ასეა, უზარმაზარი ეპოქა დასრულდა ამ სამყაროში, მაგრამ ზეცაში ეს ყველაფერი გრძელდება. აი გითხარით, როგორია თქვენი შეფასება პატრიარქის ნახევარ საუკუნოვან ეპოქაზე? ბევრი აღნიშნავს ამ დღეების განმავლობაში, რომ პატრიარქის გარდაცვალება ეს სწორედ ეპოქის დასრულებას გავს, ვინაიდან ის გაცილებით მეტი იყო ვიდრე უბრალოდ ადამიანი. აი ვინ იყო ილია მეორე საქართველოსთვის თქვენი აზრით, რა ისტორია დაწერა და შესაბამისად დაგვიტოვა მან? მოგესალმებით. და პირველ რიგში სამძებრის სიტყვები მინდა უთხრა თქვენი გადაცემის მეშვეობით მაყურებელს. ვიუსამდებო რომ მთელ საქართველოს პირველ რიგში რა თქმა უნდა მართლმადიდებლებს და არა მარტო ვინაიდან მისი უწმინდესობა და უნეტარესობა იყო მთელი საქართველოს განურჩევლად კონფესიის, განურჩევლად ეროვნების მართლაც აი სულიერი მამა და განუხრელი ავტორიტეტი ის იყო და ეს ჩვენ გვსმენია არაერთი სხვა კონფესიის წარმომადგენელთათვის. რაც შეეხება
მართლმადიდებლურ ეკლესიას და რაც შეეხება ჩვენს აი მრავალრიცხოვან მრევლს, ის რომ 100,000-ობით არის დღევანდელ დღეს ქართული დედა ეკლესიის მრევლის რაოდენობა, ეს არის რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა პატრიარქის დამსახურება, ვინაიდან მოარული ფრაზაა უკვე და ესეთი ზუსტი ფორმულასავით არის და მეც გავიმეორებ, რომ მართლაც სულ არა გადაფარებული ეკლესია ჩაიბარა მან და წარმოუდგენელი მასშტაბის საქმიანობა გააჩაღა აი ამ ნახევარი საუკუნოვანი ეპოქის მართლაც განმავლობაში და საოცარი მიღწევები აქვს მას როგორც პატრიარქს. ის ალბათ მე ღრმად ვარ დარწმუნებული აი გრიგოლ ხანძთელის აი ამ უდიდესი თქო მოღვაწეების გვერდით დაიმკვიდრებს თავის მართლაც ისტორიულ ადგილს. ცხოვრებაში ვებრძნობდით ყველა და ვიცოდით შინაგანად რომ ეს მართლაც ისტორიული მასშტაბის ფიგურა იყო მიუხედავად იმისა რომ არნახული უბრალოებით გამოირჩეოდა და ვისაც კი გქონია მასთან პირადი ურთიერთობის ბედნიერება დარწმუნებული ვარ რომ ყველა დამეთანხმება იმაში რომ ეს იყო ცხოვრების წესით არა მხოლოდ შეგონებით სიტყვით მიუხედავად იმისა რომ სიტყვის თვალსაზრისით სიტყვიერების კუთხით იყო ნამდვილი დიდოსტატი და რა ვიცი საზღვრად განათლებული და საოცრად ფართომავით მქონე პიროვნება და იმაგროულად იყო ის ნამდვილი თქოთ მოღვაწე და სასულიერო პირი რომლის სიტყვა და საქმე იყო ერთი. ყველაზე უფრო მარტივი არის სიტყვით შეგონება. ყველაზე უფრო რთული რაც ქრისტიანობაში არის ერთ-ერთი ყოველ შემთხვევაში ეს არის ის რომ ამპარტავანი არ იყო, გამოიჩინოთ იცულოვნება, შეუნდო, არ განიკითხო და ამას გვასწავლის ყველა, მაგრამ რამდენად რთული შესაძლებელია და როგორ შეიძლება ეს საოცრად ღირსეულად განახორციელო აი ეს შეძლო პატრიარქმა თან მაშინ როდესაც უკვე აღმოჩნდა რომ მისი ბოლო წლებია როდესაც მრავალმა უგუნურმა სრულიად დაუმსახურებლად ტალახი ესროლა და ასე დროს მიუხედავად მისი საოცარი ძალმოსილებისა მიუხედავად იმისა რომ მისი ავტორიტეტი იმდენად დიდი იყო რომ ну რა გითხრათ სულ სხვანაირად შეიძლებოდა მისი რისხვა დატეხოდა თავს და ადამიანური თვალსაზრისით დარწმუნებული ვარ ბევრი ჩვენგანისთვის გასაგები იქნებოდა ერთი მისხალი გავსი არაფერი გამოუხატავს აი ამას ინაც შემხდა ერთ-ერთი ცნობილი სასულიერო პირის ნათქვამი რომ პირიქით ხოვდაო რომ მათზე მითხარით ვინ თქვა ასეთი რამ რომ მათზე განსაკუთრებით უნდა ვილოცხოვო ჩემთვის პირადად ესეთი განსაკუთრებული ასე ვთქვათ ნიშანი ამის გარდა ამისა როდესაც მე მქონდა იმის საქმიანობა რომ გავსწრებოდი მის უკმრინდესობასა და უნეტარესობას და რამხელა ღვაწლი აქვს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს კუთვნილი ადგილის დაკავებისას ჩვენს დიდი ხნის მანძილზე ავტოკეფალია დაკარგული როცა გქონდა და როცა პატრიარქის მეუღლეობით მისი დიდი ძალისხმევითა და წინამძღოლობით აღდგა უდიდესი ბრძოლები ქონია მას გადატანილი საერთაშორისო მასშტაბით წლების განმავლობაში და ნაბიჯით აი ერთი გოდით არ დაუხევია უკან არაფერს ვამბობ იმ უდიდეს მადლზე რომელიც მან მოცხო სამგალობლო ტრადიციას და დღეს როდესაც მე მახსოვს ძალიან კარგად ჩემს აი სიჭაბუკის წლებში როდესაც შევიდოდი ტაძარში ქართულ გალობას ფაქტობრივად ვერ გაიგონებთ. ანუ ქართული ერქვა, მაგრამ ეს იყო როგორ გითხრათ, ესეთი კვაზი ტრადიცია, რომელსაც არაფერი ჰქონდა ხშირ შემთხვევაში საერთო ნამდვილ ჩვენს მადლიან სამგალობლო უაღრესად მნიშვნელოვან და მართლაც აი განსაკუთრებულ ლიტურგიულ ტრადიციებთან და პატრიარქის პირადად უდიდესი დამსახურებაა რომ ეს ამდენი მგალობელია და რაიონებში, სოფლებშიც კი ასე მნიშვნელოვნად მოხერხდა იმ დიდი საქმის გაკეთება თავისუფლება, რასაც ქვია სამგალობლოს სახმა. აი თქვენ რამდენჯერმე გაუსვით ხაზი პატრიარქის ავტორიტეტს და დიახ, პატრიარქი წლების განმავლობაში იყო რეიტინგების ლიდერი საზოგადოების მოწონების მაჩვენებელში ყოველთვის ნომერ პირველი და უკონკურენტო. აი როგორ ფიქრობთ, რა იყო პატრიარქის აი ამ მუდმივად მაღალი ავტორიტეტის და ნდობის, ასე ვთქვათ, საიდუმლო? სიმართლე, იმიტომ რომ მრავალთაგან მრავალგზის მოტყუებული ჩვენი საზოგადოება ზუსტად იყო დარწმუნებული იმაში, რომ სიმართლეს გაიგონებდა და ეს სიმართლე და საქმე ერთმანეთისგან დაშორებული არ იქნებოდა პატრიარქის ქვედა. პირველ რიგში ეს გარდა ამისა, დარწმუნებული ვარ, მე მაგალითად არ მახსენდება არც ერთი ნაბიჯი, რომელიც ქრისტიანული მრწამსიდან და ქრისტიანის მორალისგან განსხვავებული ყოფილიყო ის, რაც დაკავშირებული იყო პატრიარქთან. გარდა ამისა, შინაგანი სიბრძნე. აი, კეთილგონიერება. მე იცით, ჩემთვის იყო იშვიათი ნიმუში იმისა,
რომ როგორ შეიძლება თავსდებოდეს თან ასეთ მაღალ უმაღლეს საუდელობის უმაღლეს იერარქიის უმაღლეს საფეხურზე მდგომე პირთან მისი პიროვნების ის ორი უმნიშვნელოვანესი მახასიათებელი ერთი შეხედვით ერთმანეთსგან სრულიად კონტრასტული. ერთი მხრივ იყო ღრმად ტრადიციული, ისეთი როგორიც უნდა იყოს ნამდვილი ორთოდოქსი, მართლმადიდებელი, იმავდროულად იყო არნახულად პროგრესული. და ყველანაირ სიახლეს ისე ბუნებრივად ატარებდა აი ქრისტიანულ პრიზმაში, რომ გაჩვენებდა, რომ ქრისტიანობა ეს არის მარად ცოცხალი და მარად ესე როგორ გითხრათ, თანამედროვეობის ავანგარდში მყოფი რელიგია და ეს არ არის მხოლოდ წარსულის ტრადიციის ძალიან დიდი ტრადიციით მქონე რელიგიური სისტემა და აი ამ ყველაფრის საკუთარ თავში დამტევი იყო. მე ეს რა არის საოცრად შინაგან სიმართლესთან ერთად იყო ნამდვილი ქართველი თავისი ყველა გამოვლინებით, იუმორით, მუსიკის სიყვარულით, საუბრის მანერით იყო ძალიან ახლობელი და იმავდროულად საოცრად ამაღლებული. გზნობდი რომ ეს არის პლანეტარული მასშტაბის პიროვნება და კიდევ ერთხელ ვსუნდებით, რომ თელს ქრისტიანულ სამყაროში, არა მხოლოდ მართლმადიდებლურ სამყაროში, უპირველესი თუ არა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავტორიტეტი იყო და ამას ჩვენ ვხედავთ, თუნდაც ამ ბოლო პერიოდში რეაქციები. მე მქონდა პატივი, როდესაც სამების ეკლესიის კურთხევების გახსნა იყო 2004 წელს. ყოფილიყავი დავსწრებოდი მაშინ ოფიციალურ ცერემონიალს და როდესაც რამდენიმე ქვეყნის პატრიარქი ჩამოვგანდა და ჩემი თვალით მეც კი როგორ უყურებდნენ ისინი, როგორ აფასებდნენ, რა მხელ ავტორიტეტი იყო მათთვის პატრიარქი. ან 2008 წელს, როდესაც ჩამოგზავნდა საქართველოში ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპი და პატრიარქი და მახსოვს მისი აღტაცება, მისი განსხვავება, როგორ ეფერებოდა, რამხელა კრძალვა ქონდა მას პატრიარქის მიმართ და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ძალიან დიდ შინაგან ძალას გაძლევდა ქართულ გაზ და ის ყველა სიკეთესთან იყო ძალიან დიდი ქართველი. კეთილი, ბატონია, ბოლო კითხვას დაგისვამთ და მე დროს აღარ წაგართვევთ. ეხლა იმ უამრავ კარგ საქმეს შორის, რომელიც პატრიარქს გაუკეთებია, არის ყოველ შემთხვევაში პირადად ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული ინიციატივა, რისი მიზანიც არის შობადობის გაზრდის ხელშეწყობა და რაც შეიძლება მეტი ბავშვის დაბადება საქართველოში და ეს ასეც ხდება, ისა პატრიარქოს ინფორმაციით 2008 წლიდან, რაც საყოველთაო ნათლობის ინიციატივა ხორციელდება, პატრიარქი გახდა 50,000-ზე მეტი ბავშვის ნათლი. ახლა თქვენ მრავალშვილიანი მამა ხართ, 4 შვილი ყავთ და სხვათა შორის 3 მყავს მე და ჩემი მესამე ქალიშვილი, სწორედ პატრიარქის ნათლულია, რითაც ვამაყობ და მიხარია, რომ აი ჩემს ოჯახსაც, ასე ვთქვათ, ხვდა წილად ეს ბედნიერება. ხო, აი გითხარით რა ხდება თქვენს ოჯახში, იმიტომ რომ ხო აი კიდევ ერთხელ 4 შვილი ყავთ. რას ამბობს ამავე დროს საინტერესოა პატრიარქის შესახებ ყველა ის ინიციატივა, რომელიც მას ჰქონია და ყველა ის ისტორია, რომელიც ილია მეორესთან დაკავშირებით გვესმის. მოხდევა უწოდა. დიახ. პაზიანსონებულმა დონმა ჯანსო ჩარგვიერმა ჩვენმა ცნობილმა და საყვარელმა პოეტმა მის უთმიდესობასა და უნეტარესობას თქვენ არა მხოლოდ ილია მეორე, არამედ მეორე ილია ბრძანდებითო. და ეს არა მხოლოდ ისეთი ლამაზი პოეტური მეტაფორა იყო და ესეთი ერთგვარი ალიტერაცია. იმავდროულად მაშინ ძალიან დიდი სიმართლე იყო, იმიტომ რომ როგორც ილია ჭავჭავაძემ თავის დროს იწვირთა ბევრად დიდი რამ, ვიდრე ეს ერთ პიროვნება შეიძლებოდა მოიხერხებინა და მთელი სახელმწიფო ინსტიტუტები შეითავსა, რა თქმა უნდა, ბევრად მეტი საშუალება ჰქონდა ილია მეორეს, ვინაიდან მართლა თქვენ სწორად აღნიშნეთ, ყველანაირი გამოკითხვით და ყველანაირი შეფასებით ყველაზე დიდი და ავტორიტეტული ინსტიტუციის ხელმძღვანელი იყო, თუმცა დავძინოთ ისიც, რომ ეს ავტორიტეტი მასთან ერთად და მისი წინამძღოლობით შეიძინა ეკლესიამ. ამ ნიშნითაც ის სახელმწიფოს რაც შეეძლო რომ უფრო მეტად შეესრულებინა და უნდა შეასრულოს კიდეც ეს არის დემოგრაფიის ხელშეწყობა, რომლის მნიშვნელობას ფაქტობრივად ყველა აღნიშნავს. აი ეს მოხერხა პატრიარქმა მისი სიბრძნით და ყველაზე მთავარი ძალით ეკლესიას ესწრო დავესესხოთ სიტყვით. და მისი ამ წინვალი გადაწყვეტილები და თქვენ აღნიშნეთ თქვენ ოჯახში და ჩემთანაც ორი ჩემი უფროსი ქალიშვილი მარიამი და ანასტასია პატრიარქის ნათლულია. რაც შეიძლება ოჯახში გაწყობას ალბათ არ ვიქნები ორიგინალურია
ამ შემთხვევაში და ვფიქრობ, თელ საქართველოში ასეა. წინასწარ მდგომარეობაში ვართ ყველანი. იმიტომ რომ აი ნამდვილი სულიერი მამა წავიდა. და მიუხედავად იმისა, ოჯახშიც ასეა დარწმუნებული ვარ, აი ყველას ყოლია ასაკოვანი პიროვნება, ოჯახის წევრიან ნათესავი, რომელიც ვიცით, რომ სამწუხაროდ ასეთია, ასე თქვა ლოგიკა ამ ქვეყნისა, რომ რაღაცა ეტაპზე დატოვებს სააქაოს და გადაინაცვლებს მარადიულ ყოფიერებაში. მაგრამ რა მძიმეა და როგორი ასე წარმოუდგენელ მტკივნეული ისწამი, როცა ეს რეალობა დადგება და ყველა ხო ვიცოდით, რომ 93 წლის პატრიარქი ადრე თუ გვიანა დატოვებდა აბსოლუტურად ზარ გვემეტებოდა. და რა ვიცი, ერთიამდენი რო ყოფილიყო კიდე დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გავიჭერდით ჩვენ, მაგრამ როცა დადგა ეს შემთხვევა ერთკივნეული დრო ამ ტიულთან ერთად თუ რაიმე იძლევა აი შინაგან ძალას, ეს არის პირველ რიგში თავად პატრიარქის სიტყვები. და მისი სურვილი, მისი წადილი, იმიტომ რომ ყველა ძალიან კარგად ვიცით რა სურდა მას. და მისი სურვილი როგორი იქნებოდა ვრევნის ქცევასთან დაკავშირებით. ზუსტად ვიცი რომ მას ის ნამდვილად არ ენდომებოდა რომ ვინმე სასופარკვეთილებაში ჩავარდეს და თავარი რამ ღვთის სიყვარული და ღვთისგან საყვალი გზა, რომლის არაერთი ბრწყინვალე ნიმუში იმისა თუ როგორი უნდა იყოს დღევანდელკეს მართლმადიდებელი ქრისტიანის ქართველის ცხოვრება თუ ვინმეს დაინტერესებს, არის აზდაუდებელი ის ეპისტოლეები თუნდაც, რომელიც წლების მანძილზე აქვს შექმნილი და დარწმუნებული ვარ, რომ მისი სიტყვა ის წესიური საქართველოს უნდა გააგრძელებს ჩვენს მხარდაჭერას და ჩვენს ლოცვას და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ეს ძალიან დიდ ძალას მოგხდეთ ყოველთვის. კეთილი, მადლობა ბატონგია პატრიარქის შესახებ თქვენი სათქმელის და ემოციების გაზიარებისთვის, დაგემშვიდობებით და თავისუფალი სტუდიაც დღეს ნელ-ნელა მიდის დასასრულისკენ, თუმცა არ მინდა ისე დავასრულო, რომ არ შემოგთავაზოთ ერთი ძალიან შთამბეჭდავი ვიდეო, მით უფრო რომ გია ბაღაშვილი, ბატონგია ბაღაშვილი საუბრობდა რამდენიმე წუთის წინ პატრიარქის მიერ მომზადებულ უпростоრად შექმნილ საგალობლებზე. ვიდეო, რომელიც ასახავს სწორედ პატრიარქის დასწრებას გუნდის რეპეტიციაზე, სადაც უწმინდესის მიერ შექმნილ საგალობელს ავე მარიას ასრულებენ. მოდით კიდევ ერთხელ ერთად გავიხსენოთ ეს საოცარი კადრები. ეს იყო ილია მეორის ავე მარია, რომლის შესრულების რეპეტიციასაც თავად პატრიარქი ადევნებდა თვალს. ავე მარია პატრიარქმა ერთ-ერთ ადრეულ ეტაპზე მე-20 საუკუნის 70-იან წლებში დაწერა, თუმცა მისი ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა მოხდა მოგვიანებით. ეს ნაწარმოები კათოლიკოს პატრიარქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუსიკალური კომპოზიცია, ავე მარია, ლათინური ფრაზაა, რომელიც ნიშნავს გიხაროდენ მარია. მაშასე ილია მეორის ეპოქა ამ სამყაროში სრულდება, თუმცა როგორც სამღვდელოება კიდევ ერთხელ გვიხსნის, მისი გზა ზეცაში გრძელდება პატრიარქზე, რომელსაც ეპოქალურ ფიგურას უწოდებენ, რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი რამაა სათქმელი, თუმცა დღეს ამით დაგემშვიდობებით, უწმინდეს კი მხოლოდ ერთი რამე მინდა ვუთხრა. მადლობა პატრიარქო და შვიდად განისვენეთ.